დაიწყე? მოგესალმებით, მეგობრებო. კაი 2 თვე არ ჩაგვიწერია პოდკასტი. გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ხანახან უბრალოდ ამის ვაიბი არ არის, მაგრამ იმდენი ხანია გვპირდებოდით, რომ ჩაგვეწერა ვიდეო ღმერთის არსებობის საკითხზე, რომ გადავწყვიტე, რომ ჩემს აგნოსტიკს მასთან ერთად ეს ყველაფერი განვეხილა. და დღეს ძალიან საინტერესო მსჯელობა გექნება სხვადასხვა პერსპექტივიდან. გარდა ამისა, სანამ გადავალთ უშუალოდ ამ თეოლოგიურ საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ საკითხებზე, მანამდე გთხოვთ, რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი. იმიტომ რომ 5 ვიდეოში უკვე საკმაოდ ბევრი ნახვები გვაქვს. პოდკასტისთვის ძალიან ბევრი უკვე 5000 გამოწერსაც გადავსდით, რაც ძალიან კაია იმ არააქტიურობის გარდა, რასაც არ ვაქტიურობდით სამწუხაროდ. და აქვე მინდა ის აღვნიშნო, რომ ანუ კომენტარებში მისწერა, რომ უცხო სტუმრად ის მოიწვია, ხო, ანუ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს არხი ემსახურება მხოლოდ ჩემ ძმასთან ერთად წაყვანილ სხვადასხვა თემებზე მსჯელობას. ხოლო ვისაც გინდათ, რომ სტუმრები დეგენი მყავდეს, ამიტომ მოიყვანეთ სპონსორი, ვინც მართლა ფულს გადაიხდის. როდესაც ორგანიზაცია მექნება ამ ყველაფერს სხვა ფორმატში გავაკეთებ და რაც ყველაზე მთავარია ის არის, რომ ჩვენ უნდა შევინერჩუნოთ მაქსიმალური ბუნებრივობა, ნატურალურობა და სიმართლე გითხრათ არც საინტერესო არ არის არავის მოწვევა ჩემთვის რა. იმიტომ რომ აი გაცვეთილია უკვე ეგეთი პოდკასტებით მთელი YouTube-ი, რომ იმის გამო იწვევენ ეს სპეციალურად ცნობილ ხალხებს ვითომ რაღაცა, რომ დაბუსტონ საკუთარი არხი და მე და ჩემმა ძმამ ერთმანეთთან ლაპარაკით, ძალიან ბევრი ნახვები დავაგროვეთ და საკმაოდ ბევრი გამომწერი, ამიტომ ჩვენ არ ამიგჭირდებათ. ნუ ჩვენ ვინც გვინა ბიზინა ჯერჯერობით არ მოვა ეხლა და სხვა არავინ არ გვაინტერესებს საქართველოში. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის არსებობს თუ არა ღმერთი. ჩემი პოზიცია იცით, რომ მე ვარ მორწმუნე ქრისტიანი მართლმადიდებელი, კრეაციონისტი, მჯერა რომ ღმერთმა სამყარო, ანუ მჯერა რომ სამყაროს ასაკი არ აღემატება 7000 წელს, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მიუყვებით ძველ და ახალ აღთქმას. და ჩემი ძმის პოზიციას თვითონ გაგაცნობთ ახლა რა მსოფლმხედველობა აქვს ამასთან დაკავშირებით. ხო, ჩემს დღემდე წარმოუდგენელია და ცოტა არ იყოს და დაუჯერებელი, რომ თან სამყარო, ხო? სამყარო რო 7000 წლის არის, ამას ვერ ვიჯერებ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, მოკლედ ვეცდები მიმოხილვა გავაკეთო ჩემი ცხოვრების მაგ კუთხით, რომ მართლმადიდებლურ ოჯახში გავიზარდე, ბებია ჩემმა გამზარდა და სულ ხატები გვეკიდა ხოლმე ძალიან ბევრი რაოდენობით სახლში, ფოტოც არსებობს ამის მე და კი, მე Instagram-ზე მიდევს ბავშვობის, სადაც ხატები არის ჩვენს უკან გამოსახული და მართლმადიდებლურ ოჯახიდან მოვდივართ ზოგადად ჩვენ. ხო, მონათლული ვარ ქაშვეთის ეკლესიაში, რითიც ძალიან ვამაყობ წმინდა გიორგის ეკლესიაში. მოკლედ, ნუ გავიზარდე ეგრე 13 წლამდე, რა თქმა უნდა, მჯეროდა ღმერთის და ყოველთვის მეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ ადამიანებს თითქოს ჯეროდა ღმერთის არსებობა და ამავდროულად ვიქცეოდით ისე, რომ წესით არ უნდა იქცეოდე მაინც და მაინც თუ უჭველად ხარ დარწმუნებული, რომ არსებობს რაღაც ზებუნებრივი ძალა, ინტელექტუალური არსება, რომელიც ხედავს სულ, არა მარტო ხედავს შიგნიდან, ყველაფერს ხედავს, ან შენ აზრებს შეიგრძნობს ყველაფერს. და ნუ რაღაცა ეგ მქონდა ხოლმე, რომ მეთქი რანაირად ვიქცევი თქო, არც ეკლესიაში ხშირად არ დავდივარ, არც უმარხულობ თქო. მქონდა ეგ ცდილობები 11-12 წლის ასაკში მოძღვარიც მინდოდა მყოლოდა, რაც არ შედგა, ორჯერ მქონდა ამის ცდილობა, პირველი იყო ერთი მამაო სახელი გვარი არ მახსოვს, ეწეოდა სიგარეტს ხოჩოს, მაშინ რეაქცია მქონდა, აი მამაო როგორ ეწევა სიგარეტს. და იხა არ მიქნება ეგეთი რეაქცია, იმიტომ რომ ადამიანებად აღვიქვა ჩვეულებრივ და რატო არა ვაფშე, აი მილიონერი რო გავხდები, აი შენ მამაოს ხმეტი მამაო ახლობელი მე არ ამყავს, ერთხელ ნახე ნიკუშას მამაოს დიბას, აი თუ ბოლო მოდელის ის არ ვაჩქო კიდე ჯიპი. მოეწონება მამა თომა, მე არა მეც რო მილიონერი გავხდები. ბოლო მოდელის. ხო, აი ბოლო მოდელის მანქანა შუქნი ჩემ მამაოს იმის გამო, რომ ეს არის ჩემი პატივისცემა, რა შეიძლება მივაკო. აი იმით რო აფასებენ რა ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას რატო ჩუქნიო, ხო? ანუ ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ, აი ძალიან მარტივია, ძალიან, ანუ მამაო რატო არ გონიათ, რომ ისაც არის ჩვეულებრივი ადამიანი? როგორც სამოქალაქო წავს რუსთაველზე რა. ის ადამიანი რო აკრიტიკებს მაგის გამო ვთქვათ რა. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი თითქმის ნებისმიერი სასულიერო პირი, აი პირადად ჩემზე უკეთესი მაინც არის, რომ რა თქმა უნდა, ანუ ბოლო-ბოლომ ღვთისმსახურებაშია, შენზე მეც მარხულობს, შენზე მეც ეზიარება, შენზე მეტ ევქარისტია და მადლში არის, ხო და მე უნდა ვიარო თუ საშუალება მაქვს ლამბორჯინით და იმან არა. ხო, აი ეს ისულელი, ამიტომ უცე პატარა გადახვა რო გავაკეთოთ, ჩემი ძმა შეპირდა ჩემს მამაოს, რომ ბოლო მოდელის ლამბორჯინის, ხო, თუ მანქანას. ლამბორჯინის ჯიპია, აოს. ურუსი, კი, ლამბორჯინი ურუსი. კი. უეჭველი.
ხო, მოდი ხა, აი მიმოხილვა გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით. ეხლა, ანუ შენ თავიდან თქვი რომ ანუ მართლმადიდებლო როგორც მე ხა, ხო? მე მოდი უცებ მე ჩემსაც ვიტყვი უცებ ზან და ერთმანეთს პინგ-პონგი ვითამაშოთ რა. ისაც პინგ-პონგია ჩვენი პოდკასტი. ხო, ჩვენი პოდკასტი პინგ-პონგია. ხო, ანუ ჩემე მართლმადიდებლო ოჯახში დავიბადე, ბავშვობიდან მჯეროდა ღმერთის. ნუ კონტენტი ამაზე რო ავაწყე და ანუ ნახევარ საქართველოზე მეტყვა რომ ამით გამისვნო, იქ ცხადია. უბრალოდ იმიტომ აღარ ვაგრძელებ ამ თემას, რომ მე უფრო ჩემ თავში პოლიტიკაში და მაგ სფეროში უფრო ვხედავ და შემიძლია რომ ღმერთს მაგით უფრო დავეხმარო და გამოვადგე, მაგრამ ის ფაქტი რომ ეხა სიტყვაზე მე აი ბავშვობიდან დღემდე ნუ სანამ ცოდნას მივიღებდი და სანამ აი როგორც ვთქვა მებრძოლი მართლმადიდებელი გავხდებოდი ესე ვთქვა, ნუ მაგამდე ვიყავი პროტესტანტი, მან ვისწავლე ძალიან ბევრი რამე, საღვთისმეტყველება, თეოლოგია, სქოლასტიკა ეგეთი რამეები, მაგრამ მე ყოველთვის მაკლდა მადლი, რაც პროტესტანტებში მე ვერ გრძნობდი და როდესაც კითხვები დასმა დავიწყე იქ და რომ მივხვდი რომ კავშირი გენეოლოგიურად მცირე აზიასთან მივდიოდი პირველ საეკლესიო კრებებთან, მივდიოდი წმინდა მამებთან, ხო? სამწუხაროდ მაგების ბლოკაუდნენ და აქედან გამომდინარე რომ წავედი და მივედი სიღრმეში და რომ მივხვდი რომ რეალურად ეკლესიის საფუძველი არის ერთი, რაც არის წმინდა სამოციქულო ეკლესია. საბოლოოდ მე მადლი შევიგზენი რა არის ქრისტიანობის და 2019 წლის ბოლოს დაახლოებით მე მართლმადიდებელი ჩემი ცნობიერებით გავხდი და არა შიშით. იმიტომ რომ ეხა გიორგი რაზედაც საუბრობდა ნუ ბავშვობიდან მაინც მოდი თქო ნუ მეც ეხა პრაქტიკულად ნუ შიშები ყველა ჯოჯოხეთის წასulis ეხა ჯოჯოხეთის წასulis შიში იასნია ორივეს ქონდა ხო და ნუ მე არის გაცნობიერებულად რისიგჯერა რა ადამიანს რა ეხა ანუ შენ ხო ანუ შენ ზოგადად ხო არ ხარ რელიგიური თემებით იმდენად დაინტერესებული კარ შემო ნახევრად როგორც მე. აქედან გამომდინარე შენ თავს იმიტომ უწოდებ აგნოსტიკს, ხო? ანუ აგნოსტიკი ესე რომ ვთქვათ, რომ ანუ არ სიკვდილის მერე უფრო მეტად არ მჯერა სიცოცხლის ვიდრე მჯერა რა. არა, მესმის, მაგრამ თემა ის არის რომ ანუ შენ ხო არც იკოლევ ამ საკითხებს ისე. ხო, ანუ აი რეალურად გულწრფელობით უნდა დავიწყოთ. რა, მე როდესაც მებრძოლი ქრისტიანი ვიყავი და ათეისტებს ყველაზე მეტად არ ვევასებოდი ამ ქვეყანაში და როდესაც ვიწოვდი მაქსიმალურად ერთი რაღაც დავადგინე მარტივი ფსიქოლოგიური ტრიუკი რომ ადამიანს ეგო იმდენად წინ წამოაქვს რომ რაც არ უნდა უმტკიცო და სამ არგუმენტები და უბრალოდ აზრი არ აქვს და ყველაზე კაი საშუალება არის მაგალითი უნდა იყოს ადამიანისთვის თუ გინდა რომ გინა ქრისტიანი გახადო და გინა ნებისმიერი ადამიანი რა. უბრალოდ თემა რა არის ხა? ანუ შენ ხა ამჟამინდელი შენი პოზიციიდან გამომდინარე, ანუ კულტურულად მართლმადიდებლად ხო თვლი თავს? კულტურით, იდენტობით. ხო. აი უცბად რო ვიტყვი რა ხა რაღაც სუდანიდან რომ ვიღაც ჩამოდის თქვათ და შეიძლება რაღაც საქმეზე შეხვდე. აი ისე წავა რომ არც დაგიმშვიდობება. ძალიან ცივად წავა, მაგრამ მე იაზრებ რომ ეს კულტურული შოკია რა. ანუ სხვანაირი ანუ რეალურად ის ვერ იაზრებს რომ რაღაც ცუდად გამოვიდა. ოკეი. ნუ შენ მე ხვდები რა თქმა უნდა ის სხვა კულტურა. ანუ გენეტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებს. აი რატო ვართ ქართველების სპორტში ძალიან მაგრები მთელი ისტორიის განმავლობაში ვბრძოლობდით, ხო? ხო. და გამოგვიმუშავდა ეგ ანუ ძალა გვაქვს ქართველებს 50 ჯერ საკმაოდ გამხდარი ვარ და რა სადაც 60 კილომდე ვარ ვარჯიშობ მალე მოვიმატებ მაგრამ დავიწყე მაგრამ გზნობ რომ როგორც სხვები მუშაობენ თქვათ ფიზიკურად დაახლოებით გავსა შემიძლია ხო და მარტო ეს ფიზიკური ძალა და რაღაცა არ გადმოდის გენეტიკით რა პიროვნული ნიშანსებები გადმოდის და ამ შემდეგ მათ შორის რა თქმა უნდა და ეხა გინდა არ გინდა რომ ხალხი რომ ეხა 100,000 მოწამეო და რაღაც მაგრამ 20 მოწამეს რო ყოფილიყო ხო ანუ ისტორიის განმავლობაში რამდენია ეგეთი მე ანუ საქართველოს გაქრისტიანების დღიდან წარმოიდგინე დღემდე რუსია და რომ მოწამეები ჩვენ ვინები ყავდა აი დიდი არაბული შემოტევების დროს და დღემდე მე-20 საუკუნემდე ხო ანუ მთლიანად ანუ გავკადრინერები და მართლა ვიტყვი რომ ბიბლია აი მარტო ბიბლია თუ შეედრება და ბიბლიაშიც კი შეიძლება იმდენი ვერა რამდენი მოწამედ მარტო საქართველოს ყავდა აქ არ მაქვს ზოგადად მართლმადიდებლურ ქვეყნებზე საუბარი რუსეთი ბელარუსია დიდი პატივისცემა რუს წმინდანებს და აბსოლუტურად ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანას ბერძენებს მათ შორის მცირე აზიაში არსებულ სირიელებს მაგალითად ხო მაგრამ ანუ მე რატო გამოვარჩევ საქართველოს კულტურულ იდენტობასა და მართლმადიდებლობას რა ანუ მარტო იმიტომ კი არ ანუ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა უნდა იყოს ზოგადად ანუ მეტაფიზიკურად ანუ ღმერთის არსებობა, მაგრამ ოდნავ კულტურული გადახოვა რო გავაკეთოთ რა. ანუ ყველაზე გულწრფელი ქრისტიანები თუ საიდანვე მსოფლიოში მე მახსენდება, ოღონდ ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ქართველი ვარ. ანუ მართლა საქართველო. ანუ ყველაზე მეტი ბიზანტია ეს იმპერია იყო წარმოიდგინე რა და საცა არ ეზარებოდა ხან საქართველოში ის რო იყო რო ქვია კეისარს რო უწოდებოდა საკუთარ თავ ჰერაკლე ბოდიში ჰერაკლე რო იყო და საქართველოს თბილისია იყო მაგალითად ამხელა მართლმადიდებლობა აი როგორც რუსეთის ისენი რო შეადარო რა აი რუსეთს ჩვენთან რა შეშლია მართლა რო იმის მაგეროთ რომ მართლმადიდებლური ქვეყანაა და რაღაც გვერდში დაგიდგეს ბიზანტიაც იგივეს აკეთებდა ანუ საქართველოს საკუთარი კმილებით ინარჩუნებდა ყოველთვის რა და მართლა ვამაყობ იმას რომ ცნობილი TikTok-ის ედიტი იყო რა ესეთი ძალიან
ძალიან ცნობილი, ყველაზე შენც გეკნება ნახე, რომ ყველაფერი რომ არაბული ექსპანსიის შედეგად არის ესე ვთქვათ გალურჯებული და მხოლოდ თეთრი ადგილი არის საქართველოს, რომელიც ვერ გამოსულმანეს. მათ შორის კავკასიის ნაწილები, მათ შორის რუსეთი, მათ შორის ისინი, ხო, დიდი ნაწილები. ხო და ანუ ეგ დამოკიდებულება შენ ის მომწონს ამ შემთხვევაში, რომ შენ შეიძლება არ გიფიქრია მეტაფიზიკურად ეგ თემებზე, მაგრამ ანუ კულტურულად უწოდებ ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას შენ იდენტობის ნაწილი. მაგას უფრო ფართოდ კიდევ ვიტყვი სხვა შორის, მაგრამ იმიტომ რომ სულ ესე არ ვიყავი. ის იყო სასწილო UFC-ს უყურებდით რა და ბრაზილიელი ეჩხუბება დაღესტანელს და გავიაზროთ რომ ბრაზილიელი ქრისტიანია და დაღესტანელი რომელიც აქვე არის მუსულმანი, ხო. სასაცილო. ხო და ეხლა მოდი ისეთ თემებზე ჩავიდეთ. აი ზოგადად ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ალბათ ამეთახმები, აი მარტივი კითხვა რა, საიდან მოდიხარ? რა ხარ ზოგადად ადამიანი და საით მიდიხარ. ნუ ალბათ აი ადამიანი რომელიც ყველაზე უციგნურია ამ ცხოვრებაში, იმასაც კი დაუსვავს ალბათ ეგ კითხვა, იმიტომ რომ ძალიან მარტივი პრიმიტიული კითხვა არის, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ანთროპოლოგიისადმი ესე თუ წყურვილი. წყურვილი, რომ აი საიდან მოდის მაგალითად, ოღონდ ეს მოსვლა მარტო იმას კი არ გულისხმობს ეთნიკურად მე ქართველი დავიბადე და კავკასიური რასა და ქართლოს თარგმნეს არა. კითხვას, როდესაც მისვავდა ზოგადად გულწრფელი ადამიანი იმასთან დაკავშირებით, რომ აი რატომ გჯერა ღმერთის? აი ყველაზე ზედაპირული არგუმენტებზე მაქვს ლაპარაკი რა, ანუ მოდი ესე ვთქვათ, best explanation, საუკეთესო ახსნა. რა არის? ამ სამყაროში ვხედავ სილამაზეს. ამ სამყაროში ვხედავ სიყვარულს. ამ სამყაროში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც შემოგონებებში ცხოვრობენ. ამ სამყაროში მე ვხედავ სილამაზეს, რომელიც ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა თავისით შექმნილიყო, მაგალითად DNK-ს მოლეკულა, DNA-ის სტრუქტურა, როგორ ერთი პატარა იქით გამოწია, აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება. მაგალითად კოსმოსი ავიღოთ, ხო? რაოდენ დიდებულია, რაოდენ ულამაზესი არის. როგორ ხედავ აი ინგლისელებს აქვთ ესეთი რამე, ინგლისურად ესე ითქმის, ქართულად არ ვიცი სამწუხაროდ მაგ არგუმენტის სახელი. აი რა არის fine tuning? ესე ეწოდება, ანუ დამოკიდებულების არგუმენტი, რომ აი ყველა მაგალითად აი მთვარეს რომ მაგალითად გვერდზე გაწიოდნა, მიქცევა მოქცევა წალეკავს დედამიწას, აი რაღაც ასტეროიდი რომ შემოატრიალო ან მზე ოდნავ ახლოს იყოს ჩვენთან, რავი დაგწავს ამხელა სიცხე და ამხელა ტემპერატურა და ამხელა რადიაცია, ხო? ანუ სამყაროში ვხედავ წესრიგს. უნივერსალურ წესრიგს. რომელიც გამოიხატება უმარტივესი ატომებიდან უდიდეს სამყაროებამდე და გალაქტიკებამდე. ამ ყველაფერში მე ვხედავ გონიერი არქიტექტორის, ესე ვთქვათ, ხელს. როგორც ეს ეწოდება, ანუ ზოგადად მარტო მეტაფიზიკურად რო უწოდოთ, ამ ყველაფერს ეწოდება სამყაროს შემოქმედი. აი, შენ როგორი შეხედულება გაქვს იმასთან დამოკიდებულებაში ზოგადად, რომ მე მჯერა რათვისებები ჩამოთვალე, რომ შენთვისაც ეგ უნივერსალურია, სიყვარულიც, ემოციებიც, მოგონებებიც, აი, როდესაც ამ უნიკალურობებს ხედავ სამყაროში რა ასოციაციას იწვევს შენთვის, როგორ შენი პოზიციიდან გამომდინარე? მე ვფიქრობ, რომ შენ რაც აღწერე, რომ ამდენ გენიალურ რაღაცას რო ხედავ და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება იყოს დამთხევაო. ხო. ამბობ. არა, დამთხევა უფრო არა, აი, ხო, შემთხვევით რა, რენდომ მოდის ვთქვათ რა, ხო? ხო. ნუ მე ვფიქრობ, რომ მე დავუბრუნდები იმ თემას, ეწეოდა ჩემი პირველი მოძღვარი აღარ გამოდგა, მე აღარ გამიგრძელები, მაგრამ მარხვაც ვსადე, მაგრამ მაგამდე სანამ დავუბრუნდებით, რახან გადახვევა გავაკეთეთ, ამაზეც გაგცემ პასუხს, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის არის შთამბეჭდავი იგივენაირად. ამაზონის ტყეში ან სადმე მგონი ამერიკისკენ არსებობენ ჯერ კიდევ აი ძველად როგორც ცხოვრობდნენ ტომებად და რაღაც ხო, ეგ ავსტრალიაში, ხო, რაღაც ხო, ანუ თავისი ცხოვრებით რო ცხოვრობენ და ტექნოლოგიებთან საერთოდ შეხება რო არ აქვს თანამედროვე სამყაროსთან და იქ რომ მიხვიდე და აჩვენო ვთქვათ თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ შემდეგ არა, თანამედროვე ტექნოლოგიებში არ არა, ეგ ზუსტად ის რაც იგულისხმება და ტექნოლოგია არაფერში არ არის ჩემი. სულ სხვა რამე ვსვამობ, ანუ იმათთვის იმდენად გასაოცარი და სასწაული იქნება ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ აქამდე მივახციეთ. რო იფიქრებს, რომ ამაში რაღაც შეიძლება ზებუნებრივი იყოს ჩართული, იმის უხალოდ, რომ არაფერი ზებუნებრივი არ არის, არც ინტერნეტში, არც ვიდეო კომუნიკაციაში, თუნდაც ამერიკაში ველაპარაკობდნენ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები და როგორც ჭიანჭველის გადმოსხედიდან რაღაც ძალიან დიდია ეს ოთახი,
შენი გადმოსხედან არც დიდი და სპილო რო დასვა იმისთვის პატარა იქნება ეს ოთახი. ანუ ის რო გენიალური გგონია ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს რომ ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ და ჩვენ ხო ანუ სხვა ანუ ხო მაგრამ შენ სხვა ხმას შენ მაიმუს ვერ კითხავ მაგალითად ანუ შენ რო გინდა რომ რაღაც აღიქვა შენ რო ვიღაცას კითხო ანუ ამ შემთხვევაში სუბიექტს რომელსაც აზროვნებისა და ფიქრის უნარი გააჩნია ნუ ამ შემთხვევაში ცხოველს ეგ არ ცხოველი ვერ მეტყველებს ყველაფერს ზუსტად ეგ არის რომ ჩვენზე ზემოთ ჯერჯერობით ხილული არავინ არ არის 60 ეგ არის ანუ მოცემულობას ეგაა სამყაროს ღმერთმა ადამიანი შექმნა უნიკალური სხვა არ მაგალითად ხი არ შეუქმნია ეგეთ ანუ ჩვენ ანუ მაგ არგუმენტი ხშირად მომისმენ ამ ბურზე არგუმენტს არ უგეს შენი აზრი რა ბევრი მომისმენია ეგეთი აზრი რომ აი რაღაცეები მაგალითად ჩემ პოზიციიდან ჩანს ესეთი ან ვიღაცის პოზიციიდან მესმის ეგ ყველაფერი ძალიან big deal რო არის ეს სამყარო ჩვენი გადმოსახება არა რა თქმა უნდა მაგრამ ნახე შენ ხარ უნიკალური ხო ანუ სხვას ვერ შეადარებ ვერაფერს აი მაგალითად კატას თუ ვერ მიხვალ და კატას ვერ კითხავ მაგას ანუ კატა შეიძლება აღიქვავს ამ სამყაროს სხვა პარამეტრებით და სხვა მასშტაბებით მაგრამ შენ ხარ მოაზროვნე არსება ანუ შენ ხარ ათვლის წერტილი სამყაროში ანუ ამ შემთხვევაში აი როგორც ლეონარდო და ვინჩის ის რო არის ცნობილი ლევიტაციას რო ახდენ ლევიტაციას კი არა მანტრას და იმეებს მედიტაციას რო ახდენ ნახატი რო ხო იცი ხელები რო გაშლი ანუ მან და არის ძალიან საინტერესო რამე გადმოცემა რომ ადამიანი არის მაკროკოსმი ანუ ადამიანი არის ცენტრი სამყაროსი რა ანუ ცენტრი გავისი შინაარსობრივად საკუთარ ნებელობით და შემდგომდა ანუ მად არ მესმის ერთი შენ ვერ მოყვევი მაგ აზრში რომ რახან შენ მაგალითად ადამიანის პერსპექტივიდან მოყურებ ანუ ჩემთვის გაუგებარია იმიტომ რომ ადამიანი უნდა იყოს ისედაც ათვლის წერტილი მაგრამ სხვას ვერ აიღებ მაგას ანუ ხო მაგრამ იმაზე უნდა დაფიქრდე რომ ეს სამყარო შენთვის შეიქმნა რეალურად ანუ ღმერთმა შენთვის შექმნა სამყარო და შენი გადმოსახედან ეგრეა ხო არ ჩემი გადმოსახედან ჩემი ანუ ხო ანუ იმას გულისხმობ რა მე რა ხან ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ ანუ ბიბლიის მოდელს თავაზობ და ბიბლიის ახსნას ხო როგორ შეიქმნა სამყარო და ამ შემთხვევაში და მარტო ბიბლიაც როგერზე გადავდოთ კონცენტრირებული რომელსაც ცივილიზაცია წარმოქმნა კაცობრიობის ისტორიაში არის ადამიანი ხო ანუ ადამიანის გონება არის ამ შემთხვევაში შემადარებელი ესე ვთქვათ როგორ ავთქვა რა თავი ვინც ზომავს ამ ყველაფერს რა ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ სილამაზეების მაგალითად რომ შეხედავ ამ ხელა რაღაცებს ხო უკვე იწოვს იმ ასოციაციას რომ გენიალური არქიტექტორის ხელიურები აი მაგალითად ეხა აი დაუშვათ მაგალითად შენს უკან არსებული რავი ნებისმიერი პოსტერი ხო ანუ ამ შემთხვევაში როდესაც პოსტერს უყურებ ან როგორც ნახат შეიძლება შეხედო მეტყველებს ერთ რამეზე რომ ეს არის დაბეჭდილი ან ვიღაცის მიერ შექმნილი, ხო? მიზეს შედეგობრივი ხო, ჯაჭვი, ხო, მიზეს შედეგობრივი ჯაჭვი. აი ზუსტად მაგას უყურებ. ნახე, პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანოთ. როგორც ეხა ეს ნახატი გვამცნობს შენ მის დამხატველს, ან პოსტერზე გადი, ისევე მეტყველებს ეს სამყაროს სილამაზე მის შემოქმედზე. ანუ ეს უკუსვლით რო წავიდეთ, ანუ აი როგორც აი ძალიან basic რაღაცებით რომ მოვიგოთ, რომ უკუსვლით რო შენ გადახვიდე, შენ ხედავ, შეღავ, მიდიხარ და ნუ ამ შემთხვევაში საწყისის არ ნუ მე მაგალითად ეხა მიმდევარი კონკრეტულად ნეოპლატონიზმის ეს აი უცებ ვიტყვი რა ამას ნეოპლატონიზმი არის პრექრისტიანული ფილოსოფია რომელიც ხსნის რომ უმაღლესი ნატურა ანუ უმაღლესი სიკეთე რომელიც საკუთარი ემანაციით გამოყოფს ამ სამყაროში საკუთარ ესე ვთქვათ გრადაციებს რო აი თუ არის პატარა აი მაგალითად ეს ხო არის ხა ეს არის მაგალითად ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ცივი არ არის მაგრამ ანუ საშუალო სიცივე გააჩნია ხო ანუ გრილია ანუ მე რო ეს შევიგზნო პლატონი ამბობს ნეოპლატონიკოსე პროკლეპლოტინი ამბობენ ანუ უნდა არსებობდეს უმაღლესი რამე რასაც ამას შეედრება გზნობელობით ანუ ამ შემთხვევაში სიყვარულის მაგალითი მოყავს რომ მე როდესაც ვიღაც მიყვარს მაგალითად ხო და ამ გზნობას გამოხატავ ანუ უნდა არსებობდეს უმაღლესი სიყვარული რომელსაც ეს ყველაფერი ეთრება ნუ ეს ყველაფერი ესე თქვა ფილოსოფიურად რო განვიხილოთ მაგრამ ანუ მე აი შენ მაგალითად როდესაც ვსვავ ამ კითხვას რომ იმდენი არ გიფიქრია ხო მაგალითად რომ აი ვინ არის ამ სამყაროს შემოქმედი არსებობს უარასიკულის სასქში ვფიქრობდი ბევრს ხო ანუ მაგის მე არ გიფიქრია არც ხო მაგრამ მაგ კითხვას ანუ ადამიანი ხარ ხო ეხა ბუნებრივია და შენც ისეთივე შიშით ცხოვრობ როგორც მე ხო ანუ ბუნებრივი ინსტინქტია შიში რომ მე შეიძლება ეხა ჩემი ქრისტიანული რწმენა მაძლებინებს ბევრ რაღაცებს მაგალითად ბევრ რამეში მეხმარება ხო ნუ შენ შეიძლება სუბიექტური რაღაცები ქონდეს მაგ შემთხვევაში მაგრამ აი ერთ რამეზე რო შევთანხმდეთ რა ანუ შენ ხო მაინც გაწუხებს აი როგორც რენე დეკარტმა თქვა ძალიან მაგრამ ეგ უნდა ვთქვა რომ ანუ ღმერთი იმდენად სრულყოფილად შექმნა სამყარო რომ ადამიანს არ დაუტოვა იმაზე დიდი აღქმის ორგანო რაც არის თვითონ ღმერთი ანუ ღმერთზე მაღალ ინსტანციას სამყაროში ვერ წარმოვიდგენ ფიზიკურად რა. აი მაგალითად შენ ხო შეგიძლია წარმოიდგინო ჯარისკაცი, წარმოიდგინო მეფე, წარმოიდგინო მაგალითად რავი, აი ყველაზე ძლიერი სუპერმენი მაგალითად ხო? ანუ ღმერთი საკუთარი დეფინიციით იმდენად მაღალად გასამ ყველაფერზე, რომ მასზე მაღალ ვერაფერს ვეღარ წარმოიდგენ. ანუ რაღაც უნიკალურ კოცხედავ ამ სამყაროში, რომელიც ამ ულიმიტო, ანუ შესაძლებლობებითა და კრეატივით ახსოვს სამყაროში გვაძლევს რაღაც ისახის ლოგიკურ ჯაჭვებს, რითიც შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ დავინახოთ.
და ანუ შენ როგორ ფიქრობ ხოლმე აი იმ საკითხებზე როდესაც რჩები რომ აი შიში როდესაც შენთან რჩება ან კითხვები რომ აი მაგალითად დავუშვა და მართლა არსებობს ეს ღმერთი ან როგორ აი რა წყურვილი გაქვს ხოლმე ზოგადად ამის მიმართ რა წმენიზიებასთან მიმართება შეგვაინტერესებს ნუ აი ალბათ ხა იმას შენ ხა იმ არა გულწრფელად აგნოსტიკებთან რიცხვს არ მიეკუთვნები რომლებიც ამბობენ რომ ხო მაგის გარეშე ცხოვრობენ ვითომ ეგ არა ყველა ადამიანს აქვს ეს ბუნებრივია და უნდა ვაღიაროთ რომ ყოველთვის გვაქვს წყურვილი რაც არ ვიცით ისევ იმეცნოთ. და შენ რას ფიქრობ მაგასთან დაკავშირებით? ცნობის მოყვარება არის ძალიან კარგი რაღაც და ქრისტიანული ფილოსოფია ზოგადად ძალიან საინტერესო პირველ რიგში და ნიშნულობა არ აქვს ხა ჯერ არ ჯერ სიკვდილის მერე სიცოცხლის ანუ შეუძლებელია მიმზიდველი არ იყოს ზოგადად თუნდაც ადამი და ევას ისტორია რა რომელიც ცნობის მოყვარებით დაიწყო და ხო და მაგ ცნობის მოყვარებამ დაღუპა მე. ხო როგორ შეიძლება ცნობის მოყვარებას თქვა რომ ცუდია? მაგრამ გააჩნია ცნობის მოყვარება. კონტროლია საჭირო. ხო, კონტროლი რა. ანუ სიფხიზლება ესე ვიტყოდი, სიფხიზლე არის. ხო, ანუ ცნობის მოყვარებამ დააკარგინა ორიენტაცია ადამიანის, ცოდვა, ანუ სამუდამო ცოდვა მაგა განაპირობა რეალურად. ხო, ანუ თითქოს მაინც უნდა არსებობდეს რაღაც გზა და საჭიროება ახსენე, მაგას პრინციპში უსწრაფად რო უპასუხო შენ შეკითხვას. ნუ ყველა ადამიანს გამოგვიცდია და სამწუხაროდ ვისაც არა ოდესმე გამოსდის, მაგრამ ეგეც სამყაროში ცხოვრობთ, რომ ვიცნობთ ადამიანებს და ზოგჯერ ფიზიკურად მათ ვკარგავთ. ორჯერ მოხდა ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ზურფასი ადამიანი რო დავკარგე და მაგრამ მქონდა განცდა რაღაც არა ჩვეულებრივის, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება ახლა ეს თავდაცვითი მექანიზმი იყო twin-დან გამომდინარე, მაგრამ ვერ ვაკეთებდი დაშვებას, რომ ის ადამიანები აღარ იყვნენ და რაღაცნაირად აი შენ რაც არ უნდა იფიქრო რაციონალურად რაღაცებზე, ხო? ანუ ადამიანი ხარ ბუნებრივია შეგრძნებები გაქვს შინაგანი და ხშირად რამდენჯერ გქონიათ რაღაცას გრძნობთ, განცდით და ვერ აღწერთ რა არის რა. და იმდენად სპეციფიურად ვგრძნობდი, რომ ის ადამიანები კიდევ იყვნენ. ცოცხლები. ჩემი რგული სადღაც. ხო, აი ეგ ინსტინქტი, ეგ ხო ინსტინქტურად წარმოიშვა შენში. ანუ შენ ხო ღმერთის მაგ მომენტში არ გწამდა რეალურად. მაგრამ შენში ხო ბუნებრივად არსებობდა ინსტინქტი. რომ ისინი არსებობენ სადღაც. აი ეგ აი პოინტზე მივედი და ეგ არის კარგი პოინტი, კი. ეგ არის საინტერესო, რომ ჯერ მარტო ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის მაინც არსებობს იმხელა გაფი, ანუ არის რაღაც ხიდებივით, ზაფებივით რაც ამ ორ სამყაროს ესე ვიტყვი აკავშირებს ერთმანეთთან, ოკეი? მაგრამ სრულად შენ შეიგრძნო ყველაფერი არის შეუძლებელი, რაც ხდება არაცნობიერში. რატო ხდება რომ როცა შენ მართალი ხარ, რასაც ქვია მართალი ხარ და ადამიანის თვალებში უყურებ და როცა შენ გაქვს მორალური უპირატესობა, შანსი არ აქვს ადამიანს რომ შენ აი კონტაქტს, თვალების კონტაქტს გაუძლოს. ზოგჯერ ადამიანს არ ჯერა შენი გულწრფელად. მაგრამ არაცნობიერს იმისას ჯერა შენი. აი მან ერორები ემართება ადამიანს. ამიტომ ვიზახი რომ გულწრფელობა რატო არის ძალიან დიდი იარაღი. ოღონდ სწორად თუ გამოიყენება, შეიძლება პატივისანი კაცი იყო, გულწრფელი იყო და არავის არ ადარდებდა მაინც და ისე მოკვდა ვერც არაფერი. მაგრამ თუ რაღაც მიზანი გაქვს, იდეა და ამ შემდეგ ღირსება მაგიტომ მთავარი, მაგრამ აი რაც არ უნდა იფიქრო ფილოსოფიურად, ვერ დაკარგავ იმას, რომ შინაგან არის რაღაცები, რაც ვერ ხსნი, მაგრამ შენ რწმენაზე ახდენს გავლენას. და ამ თემებში მქონდა და მაგის გარდა, როცა უცბად ვიტყვი ამას, მაგრამ რომ თვითგამორკვევა ზოგადად რომ დავიწყე ვინ ვარ, საიდან ვარ და ამ შემდეგ, ხო? მე ხა ყოველ მალევე ჩამომიყალიბდა სხვა შორის ქრისტიანობისადმი პატივისცემა და თან თავიდან რა თქმა უნდა მაგარი ტიპი გონია თავი მამაებზე რომ თავისუფლად ხუმრობ, სხვებს რო პანიკები აქვს. ანუ ხელს რო გაგარტყო გადაწია მეთქი გიორგის მაგას გონებდი შენც შევზე გადმოწია. ხო იყო, ანუ ხელს რო მოგარტყო გადაწია გიორგის. და მარტო გიორგისა იყოს. კაი, ამოჭერთ ეს, ხო. ბოდიში. გულწრფელობაზე. არა, შეიძლება პრინციპში რა ხარ გულწრფელობაზე. მაგრამ ის არა ქვია. ნუ პატივის ნუ თავიდან ხარ გინდარი ადამიანი ხარ ხა ბუნებრივი. ოღონდ 13-14 წლის წინ და 13-14 წლის ასაკში დამწყვა ათეისტური ფიქრები და ამას მე ცოტა კიდე აღწერ რამ დაიწყო. ის ფიქრები. მაგრამ მალევე უკვე რომ მოვიბეზრე ის რომ აი მაგარი ტიპი ვარ და მე არ მერიდე, მე არ მეშინია რომ მამაებზე ვიხუმრო და რაღაც და ვიღაც პანიკებში ვარდებიან და რაღაც
გინდა არ გინდა ეხა გონია რომ ფსიქოლოგიურად თითქოს უპირატესობა გაქვს მაგ დროს რა და გარდა შიშები თან ხო რა ანუ არის ეგეთი ეხა პირადი ინტერესები თინეიჯერობაში რაც იჩენს თავს ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ ხო თავმომწონეობა ესე რა თქვა ცოტათი მაგრამ ეგენიც ხო მაგრამ მე უკვე მივხვდი რომ ანუ ზოგადად ყველა რელიგიას პატივს ვცემ მაგრამ მართლმადებლობაში იყო რაღაც განსაკუთრებული იმიტომ რომ კათოლიკებზე დაკვირვების შედეგად მივხვდი მაგას რომ მართლმადებლობაში არის რაღაც ისეთი რაც უფრო მეტად მსგავს მე და რატო ალბათ იმიტომ რომ ქართველი ვარ ხა ქართველებს როგორც გენეტიკურად მოგდევს ფიზიკურ ძალა იმიტომ რომ ხა გამხდარი ვარ მაგრამ ხა ფიზიკურ სამუშაოზე როცა ყოფილი ვარ საკმაოდ კარგად მუშაობ იმიტომ რომ ფიქრობ გენეტიკურად მე რგოს რაღაც რა ნუ რა თქმა უნდა თუ ვარჯიშებ უფრო უკეთს ძალა მეკდება მაგრამ მხოლოდ ფიზიკური ძალა და რაღაც ხო არ გამოდის გენეტიკურად ნუ მენტალობა რომელიც წვენა შეიცავს ზუსტად ხო და წვენა შეიცავს ეგ მაქვს ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ უფრო მეტად გამიღრმავდა მაგრამ აი პირდაპირ ხა რა ცოტა სასცილოც იქნება და უნდა იყოს კიდეც რომ აი რაც ქოცი გავხდი რუსული კანონების აქციების პერიოდში სოციალ სწრაფად მოხდა მაგის მერე რომ ბუნებრივად ვგრძნობ თავს და აი ჩემი თავი ვიპოვე თითქოს და რაც სიმშვიდე ვიპოვე თითქოს ხო გავიზარდე კაი თემას რო არ გადავხვიოთ მაგას ვიძახი რომ ანუ ისა რა ქვია როცა მაქვს რთული მომენტები ცხოვრებაში ხო და როცა ვიაზრებ რომ ჩემზე ბევრი რაღაც არ არის დამოკიდებული რაც არ უნდა ფხიზლად ვიყო ხო მაგ დროს ხვდები რომ თავდაჯერებული კაცი რაც არ უნდა იყო ხო მაინც ვიღაცას ებარები რა და ყოველთვის როცა ამას ვფიქრობდი ვამბობ ხოლმე ბუნებრივად რომ ღმერთს ვებარები რა და ყოველთვის რთულ მომენტებში პირდროშს ვიწერ ხოლმე დღემდე ხო და ღმერთს ვებარები რა რაღაცებს ვერ ვაკონტროლებ და ღმერთმა გააკონტროლოს იმას ის რაც მე ვერ ვაკონტროლებ და იგივეს ვერ ვამბობ შემთხვევითობაზე რაღაც ხო ანუ ნახე მაშინ ესეთ იმას გავაკეთებდი ესეთ შემოვლას გავაკეთებდი მაგ საკითხზე რომ მაგალითად ჩემთვის აი მაგალითად რა პირადად ანუ მე ყველაზე დიდ ესე ვთქვათ გამარჯვება საკუთარ თავში ვხედავ იმაში რომ აი როგორც ახლა ცოტა ისეთ შეიძლება აქ ჰიტლერმა როგორც თქვა მე გავაცნობიერე ისტორიული რეალობის არსიო რა მიგა ჰაი ჰიტლერ ხო და მე ესეთი აზრი ჩამოვიყალიბდა და ესეთი სოფხედველობა რომ ანუ ჩემი ქრისტიანობა, ჩემი მართლმადიდებლობა არის აბსოლუტურად ჩემი აზროვნების, ანუ მთლიანად ჩემი აზროვნებიდან გამომდინარე, ანუ ჩემი კვლევაძიება, რაც ჭეშმარიტებასთან, ესე ვთქვათ, მათ შორის პრობლემები, რაც წმენასთან მიმართებაში ყველა ადამიანს ქონია აბსოლუტურად, ხო? ანუ მართლმადიდებლობაში რა გენიალურობაც არის, აი ეს უნიკალურობა, აი მე-7 სოფლიო საეკლესიო კრებაზე ვსაუბრობდით, ხა ამას წინათ სამწუხაროდ გაწყდა ეგ საკითხი, მაგრამ ეხავე განვაახლებ და ვიტყვი, რომ წარმოიდგინე მე-7 საეკლესიო კრებაზე, რომელიც ბოლო კრება იყო ქრისტიანული, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სისხლით, წარმოიდგინე, მოკოდნენ ადამიანები იმის გამო, რომ ხატ თაყვანისცემის, ანუ როგორც დოგმატი ყოფილიყო, რომ ხატს ახლა პროტესტანტებს გონიათ დამახინჯებულად, მეც ყოფილიყო პროტესტანტო, გონია რომ ვიღაცა ხატს ეთაყვანება და როგორც ღმერთს ისიადიდებს. არა, ეს არის პატივისცემა იმ ადამიანში და ღმერთთან დაკავშირება, რომ ადამიანი, ქრისტეს შემდგომ ადამიანი უკვე გამოხსნილია, ის უკვე შეუულია რომ აბსოლუტურად, ანუ განხრთობა განიცადოს, როგორც ბიბლიაში ანათქვამი, რომ იყავით სრულყოფილი როგორც მამა თქვენ ისეციერი. ანუ წარმოიდგინე ადამიანმა თავი გაწირეს ამ წმენის გამო. ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდა და მათ შორის აი ძალიან საინტერესო რამეა, რომი ხო ძალიან გიყვარს. შენც გიყვარს ხო ჩემსავით ხო ორივეს გიყვარს მათ შორის პრინციპსი განსაკუთრებით ხო რომი რამდენად გენიალური იყო ავე მე ხო რომი რამდენად გენიალური იყო ეხა უყურეთ საკუთარი იმპერიით ვერც ერთმა იმპერიამ და ვერაფერმა რომი ვერასდროს ვერ დააჩოქა ისტორიაში ნუ გარდა იმას არ ჩავთვლი დოდოაკარმა აიღო და გადაწვა მე ვამბობ იდეოლოგიურად და შენ წარმოგიდგენია რა საინტერესო რამე არის რომ ქრისტეს ყველა მოციქული ასრულებს სიკვდილით და როგორი სიკვდილით მოწამეობრივი იოანეს გარდა იოანე ნუ განსაკუთრებული იმისისთვის იყო საჭირო და ის მოწამლეს თავიდან ვერ მოკრა მე თავდაყე რაღაც ისენი ჩავდა ბოლოს გადაასახლეს კუნძულზე და იქ საბოლოოდ გამოცხადება რომელიც ყველა ქრისტიანს თუ არა ქრისტიანს ყველაზე მეტად აპოკალიფსით იწყებენ ხოლმე ყველაზე ესე თქვა პაპსა რომელიც არის მაქედან წარმოიდგინე ქრისტეს ყველა მოციქული მოკვდა მოწამეობრივად და პირველი კიდე ერთ-ერთი ისტორიკოსი არსებობდა დამოვიწყდა რომელი ეკითხვა დასვა რა და შენი აზრიც ამასთან მაინტერესებს წარმოიდგინე რომ ანუ მანიქევლები იყო ესეთი სექტა რა არსებობდა სპარსეთიდან და იქიდან მოდიოდა იყო და გნოსტიკოსები ასევე და რაღაც ისეთი კულტები ქონა ჩამოყალიბებული რომ ყველა ადამიანის ყიდვა შეიძლებოდა აბსოლუტურად რა ქრისტიანები ვერ იყიდეს. ყველა მოწამე აბსოლუტურად ვინც იყო რა, ანუ აბსოლუტურად თავი გაწირა იმ ადამიანს, წარმოიდგინე, რომელიც რომაელების მაშინელი გადმოსახენა ქრისტეს ემაქსაობარი იყო მკვდარი უბრალოდ, უკვე მაგთი შეხედულებით.
დღემდე არსებული ესე თქვა და არაერთი დიდი წმინდა მამა მაგაზე საუბრობდა რომ დიდებული რომის იმპერია დააჩოქა მხოლოდ და მხოლოდ პეტრე და პავლეს თავდაბლობამ. ესე წარმოიდგინე დღემდე შური რის გამოც იუდეველებს წარმოიდგინე იუდეველებს მათ შორის მუსულმანებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს რაზე აქვს ჩვენ მიმართ იცი რომ რომი არის ერთადერთი იმპერია, ყველაზე დიდი იმპერია, მოდი და ყველაზე ხანგრძლივი იმპერია ისტორიაში, რომელმაც მიიღო არა ისლამი, არა იუდაიზმი, არა მანიქევლობა, არამედ ქრისტიანობა აქციას სახელმწიფო რელიგიად. ნუ მე გაყოფა მიდის აღმოსავლური ის, ანუ ეგ რა პოლიტიკური შედეგი მოყვა მაგაზე არ ვსაუბრობ. აი შენთვის ახლა მე ცოტა ისეთ კითხვის სახითაც მოვიმართო და შენი ადამიანური პოზიცია მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა არ მინდა ვინმე ვიფიქროს, რომ არავის არ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ეს არის გულწრფელი საუბარი, მე გულწრფელი დიალოგი მიყვარს, არ ვართ ახლა იმას ჩაციკლურები, რომ აი ეს არგუმენტი ესრული, არა არგუმენტებით არ გვინდა, რეალური ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ. აი ხო, ну ეხლა ადამიანი როდესაც დაინტერესებული არ არის ეხლა ეგეთი თემებით რა, ანუ არ უნდა ჩააცივდე და აი მე იმას ვაჯობე, არ არის რა, უცილებელი რა გულწრფელი საუბარი მოისმინო ასე. აი შენთვის აი კითხვა მაქვს ესეთი რა ხან ცოტა გრძელი ახსნა გამომივიდა. აი რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმოციქულებისთვის ისეთი იმაზე დიდი რომ წარმოიდგინე მათ თავი შეწირეს რაღაც იდეას იმის გამო რომ შეელოთ თუ ისინი სიცოცხლეში გაიდულები იყვნენ სიტყვაზე ხო? გაიდულები იყვნენ, როგორ შეელოთ ეს ყველაფერი გაეკეთებინა თუ არა სიყვარული? ამირანა გეტყოდა რომ ქრისტე ის შეიძლება მარკეტოლოგი იყო? არა, ის არის რა ქვია, ცალსახად გასაოცარი ფაქტია რომ ამ ხელა რომის იმპერიაში ერთი რომ ისტორია ვრცელდება ესე, იდეა ვრცელდება ესე და მეორე რომ ხალხი მზადა ამის გამო მოკვდეს. და ეხა ვაღიაროთ რომ ხო ქრისტიანობა ერთადერთი რელიგია არ არის რაც შექმნილა ხო? რამდენი დაივიწყა ხალხმა? მაგრამ ბიბლიას ეყრდნობა ყველა, თითქმის ყველა რელიგია ბიბლიას. რამდენი დაივიწყა ხალხმა, რამდენი ის, მაგრამ არ ვიცი, ანუ ამდენ ადამიანს ებრძოლოს ამის გამო და რაც თავარია, საკუთარი თავი, ანუ სიცოცხლეზე ძვირფასი რა არის, ხო? აი ეს გაეწიროს. არსებობს რამე სხვა რელიგია და არა, შედარებაც არ შეიძლება. და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორი შეგვიძლია შევაფასოთ, ხა უდიდეს პატივისცემა მუსულმანებს, მაგრამ ხა თუნდაც მუჰამედსა და ქრისტეს შორის რომ გავაკეთოთ შედარებები. ხო. მე ვფიქრობ, რომ ხა მაპატიოს ყველა მუსულმანმა კიდევ ერთხელ უდიდეს პატივისცემა მათ, მაგრამ მუჰამედი უფრო ცდილობდა გავრცელებას ამ რელიგიას და ხმლით. ხო, ხმლით და იესო ეწამა და უბრალოდ თქვა რა, ანუ უბრალოდ არსებობდა რა. კი, ეს კარგი შედარებაა, კი, კი, აი ძალიან პრიმიტიული, მაგრამ ძალიან კაი შედარებაა, იმიტომ რომ ანუ ნახე ანუ ავთენტური იყო რა. ანუ ორნებში ნამდვილი, ხო, აი ნამდვილი. წარმოიდგინე ხა ხელოვნებაში ეგრეა. ხო, აი სინამდვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, კი, მაგრამ რომ წარმოიდგინე თან ეგ სინამდვილეში რაში ჩანს სინამდვილე რა, რომ მაგაზე წიგნი მაქვს და იმენა მართლა წიგნი მაქვს დაწერილი არის თუ არა მესიის იმასე რა. ხო, წიგნი მაქვს დაწერილი მაგაზე. სადაც მაქვს ყველა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, რომელიც წინასწარმეტყველებს ქრისტეს მოსვლას. და წარმოიდგინე შენ ანუ 2000 წელი მიდის სამზადისი რომ ქრისტე უნდა მოვიდეს, რომელსაც ელოდება აბსოლუტურად მესია, რომელიც უნდა გამოიხსნას ეციური იერუსალიმი დაუბრუნოს. და რაღაც მე-7 საუკუნეში რელიგია ჩდება გეუბნება რომ აქამდე რაც ხდება ტყუილი იყო თქო წარმოიდგინე სიცოცხლეში ვინც იცნობდნენ. იოანე ისა რა ქვია მათე რომლებიც სიცოცხლეში მარკოზი რომლებიც პირდაპირ იცნობდნენ ადამიანს გეუბნები რომ იმენ მოგატყუო რაღაცა და მუჰამედს მე-7 საუკუნეში გამოეცხადა მე-7 საუკუნეში და ეს ყველაფერი გაკეთდა. არ გადავალ ახლა შიდა თეოლოგიური იმაზე, რა თქმა უნდა ეს რახან გულწრფელი საუბარია და რახან ზედაპირული ამაზე თავიდანვე შეთანხმდით. ანუ რეალური გულწრფელობა თუნდაც იმაში რომ როგორ ვრცელდება რწმენა. მაგაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეც ეგრე. ხო, ანუ ისლამი გარკვეულწილად კი არა დიდი წილი შიშზე იყო ორიენტირებული, იმიტომაც ხდება სწრაფი ექსპანსია აბსოლუტურად ყველასი. ну ეხა არ ვადარებ ჰინდუიზმი და ბუდიზმის ფილოსოფია არ ვადარებ საერთოდ ამ ყველაფერს, მაგრამ უნივერსალურია იუდაურ ქრისტიანული ფუნდამენტი. ანუ ნახე, ჩვენ შეიძლება ბევრი რელიგიებზე ვისაუბროთ, სექტებზე ვისაუბროთ, ბევრი ვის როგორ ჯერ ამ შეიძლება რავი ათუხებული ჩაინიკი შეერა შე რო ადრეებობდი რაღაცა ხო სიტყვაზე, მაგრამ ნახე, ყველაფერი ეყრდნობა ერთ რამეს. წმინდა წერილი, ანუ ბიბლია, თორა, რომელიც არის საძირკველი აბსოლუტურად ყველასი, პირველი გამოცხადება და ეს არის ძალიან აი ყველაზე მაგარი რამე რაც ხდება საერთოდ და რამაც აი ხელმეორედ ამაფიქრა ამ ყველაფერზე და რამაც უფრო გააძლიერა ჩემი რწმენა. მე და ჩემი მამა ვსაუბრობდი და შენ ძალიან მოგეწონება მეორედ ვახსენე მამაოს და კიდევ ერთხელ მოგკითხვა ჩემგან რომ მოსეს ფიგურა რო ავიღოთ რა მოსეს წარმოიდგინე იყო ეგვიპტელი ანუ აი მაშინდელი მილიონერის შვილი ანუ უგავლენე ძალიან ბევრი გავლენები ქონდა ძალიან შელო რომ აი წარმოიდგინე ფარაონი გამხდარიყო ჩვეულებრივად
ნახე, აი, ყველა საინტერესო მომენტი რა ხდება, როდესაც მოსე გამოდის ეგვიპტიდან და მარტო მიდის 40 წელი და ხეტიალოს, მე ეცხადება ღმერთი, მანამდე არა. მანამდე ძალაუფლება ქონდა. ყველაფერი იქვე შეიძლება, რომ გამოცხადებოდა ეგვიპტეში. ხეტიალი რატო დაიწყო? როგორ? ხეტიალი რატო დაიწყო? ანუ იმიტომ რომ მან რო დაინახა ერთ-ერთი ებრაელი მოკლა ფარაონის ერთ-ერთმა ივან როქვია ვეზირმა, ხო რომ მოკლა, მაგის მერე მიატოვა, წამოვიდა, მაგ იმიტომ რომ მოსაკლავად დასდებდნენ უკვე მაგ ადგილში რა, ანუ იმიტომ რომ დაინახა ებრაელს როგორ ჩაკრავდნენ. ეს დაინახა მოსემ. მოსემ დაინახა და რა ქნა მე? გასიქცეოდ რატო ქონდა სკება დაიცვა ებრაელი? დაიცვა, ხო და რო დაიცვა და რო გაიქცა, რო გაიქცა, ხო? მე ნახე რა ხდება, რომ დიდი ხანი ხო ხეტიალობს, აი ეს არის ძალიან საინტერესო. და ანუ იმდენა ნახე შეიძლება რომ აქამდე გამოცხადებოდა მას. შეიძლება რომ დიდების ზენიში როდესაც იყო, აი მაგრამ ნახე ქრისტიანობა რა თავისუფლება არის რა ზოგადად და მართლმადიდებლობა და აი ბიბლიას დაყრდნობილი მთელი მსოფლმხედველობა, რომ როდესაც სრულიად ყველაფერი დაკარგული აქვს მოსეს. აბსოლუტურად არაფერი. მაშინ მიდის და ღმერთი მაშინ ეუნება, რომ შენ უნდა წახვიდე და შენი ძმები და შენი შვილები ყველა გამოიხსნა ეგვიპტის მონობისგან. ანუ ნახე, ის კი არა რომ სიტყვაზე მისი ძმა არონი ასევე რა, რომ არონის მაშინ ეგვიპტეში იყო და არონსაც შეიძლება გამოცხადებოდა. არონი არანაკლებია, ჩვენ ვიცით რომ არონი ასევე ძალიან კარგი მხედარი იყო, მღვდელიც ხდება მათ შორის, მაგრამ მოსეა აქ ჭურჭელი, რომელიც იტევს ღმერთის მთელ საზრის წარმოიდგინე შენ. იმიტომ რომ შენ რომ მაგალითად ღმერთი გეცხადება, ხო, შენ თუ ჭურჭელი არ ხარ, ანუ შენ ამას ვერ გაიასრებ უბრალოდ, რა ამხილას იდიოტესთან გაქვს შენ საუბარი, ხო? და მან საინტერესო მომენტია, რომ მოსე რო ხედავს პირველი ალმოდებული ბუჩქი და რომ ის რა ქვია ღმერთი გამოიცხადება, ხო? რო ხედავს მაგერა, ხო? ანუ პირველი კითხვა ისაა, ვინ ხარ შენ? განა ის ხო მოსე ეკითხება, ანუ ვინ ხარ შენ უფალო? ანუ აი აბსოლუტურად ბუნებრივად წარმოიშვება რა, თითქოს აი ნახე შენ რა ინსტინქტი. უფალო ეგ თქვა? ხო რა, ანუ კონტექსტი დაახლოებით ეგეთი აქვს, რომ ვინ ხარ, იმიტომ რომ ეხა შენ როგორც კი ინსტინქტურად წარმოგეშვა რაღაც ძიების, აბსოლუტურად ინსტინქტურად მან არის ის ღმერთი რო არსებობს, წარმოიდგინე. არავის არ მოუყოლია. საერთოდ. მოსემდე ხდება იქ ნოეს ეპიზოდია ძველი აღთქმა მთელის, მოსე უბრალოდ ბიბლიის წერას იწყებს მე რაკენ, მაგრამ ტექნიკურად მოსემ არაფერი არ იცის ღმერთზე. მოსემდე ჩანწერები არც იყო. არა, მოსემდე არ იყო. მოსემ დაიწყო ღმერთმა რო დაიწყო, მოყოლა მოსემდე რა ხდება და მოსე წერს უკვე თვითონ. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ხო და ეხლა უყურე რა საინტერესო მომენტია, რომ თავისუფალი არჩევანის ნება როგორ რჩება. მას შეუულია სიტყვაზე რომ ყველაფერზე უარი თქვას. ანუ აბსოლუტურად რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს. მას შეუულია ღმერთმა რომ აბსოლუტურად თავიდანვე მიცეს, აბსოლუტურად ყველანი დიდება და მთელი არ მიირჩევიდეს ეს ყველაფერი გააკეთოს. მაგრამ არა. მოსე შედის მარტო. და იწყებს სწორედ მაგ ხალხზე მუშაობას საკუთარი ნებიდან და არჩევანიდან გამომდინარე. ანუ უნიკალურობა, რასაც აი ეს მარტო ეს ეპიზოდი რო ავიღოთ რომ ხო, ინდივიდუალიზმი რა არის. ნახე, შენ თუ გინდა რომ გარდაიქმნა, შენი თავიდან იწყება. აი მამაო მე ძალიან მაგარი რჩევა დარიგება მომცა რომ იქ კი არ იწყება ხონილელ დღეს და ზეგინელს კი არ ველოდები. შენიდან იწყება ქრისტიანობა. აი ამ წუთიდან შეგიძლია შენ შეიცვალო. აი განხთობა რა არის ქრისტე რას ამობს, იცი რომ იყავით სრულყოფილი როგორც მამა ათქმენიზეცი, ანუ შენი მისწრაფება უნდა იყოს სრულყოფილება, მორალური მდგომარეობა, შენი ბუნებრივი მდგომარეობა. განა ის არავინ არ ეძიებს შიშს. ნახე, ყველანი მოვკვდებით. მეც, შენც, აბსოლუტურად ყველანი მოვკვდებით. ის ათეისტიც მოვკვდება, ქრისტიანიც, მართლმადიდებელი. ნახე რა არის თემა. ქრისტიანობაზე მაგრა ვერ ადამიანის ტრანსფორმირება არსად არ ხდება საერთოდ რა. ისტორიაში არ ხდება ესეთი რამე. ნახე, აი, ხანახ ხო გიფიქრი, აი, მოდი უფრო შინაურულად ვილაპარაკო, ხო, რა სუსტი ვარ, რაღაცები არ შემიძლია. შენ მომენტ, შენ ტაზე იხდე ხოლმე და სუსტი რო ხარ, ხო, იცი რომ ეხა მეც ეხა რა. აუ, საფხულობით ნერვები. ხო, ნერვები გეშლება. აი, ნახე რა კაი პოინტზე. რა კაი პოინტზე მივდივარ, ნახე. ბიბლიაში არის ესეთი გასაოცარი სიტყვები რა, რაც შენთვისაც ინსპირაცია იქნება რა. რო გითხრა. ყველაზე ძლიერი პერსონაჟი დავითი და გოლიათის ამბავი რო ის, ხო? გოლიათი რო გამოდის. აი დავითი როგორ არის მოხსენებული, იცი, მე ისრაელის მეფე დიდებული ძალიან. დავითი აი ტექნიკური, აი ფიზიკური მახასიათებლებით რო ავიღო, ხო? შენგან აი არაფრით არ განსხვავდება. ანუ ისიც და მაგარი ძალიან მაგარი ბიბლიური მოხდა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ კონტექსტი აი შინაარს გეტყვით ახლა. რატო ირჩევს ღმერთი სუსტებს? ხო. აბრაამი არჩი ასევე ძალიან სუსტი იყო. მოსე იყო ძალიან, იცი რამდენს ეწუწონებოდა ღმერთს ეუნებოდა რა, რომ აი ვერ წავალ ესე მოხდება. დავითი ასევე, რომ მაგალითად ფიზიკურად ყველაზე სუსტი. აბსოლუტურად არაფერი არ შეუძლია რომ გააკეთოს. და ესეთ გენიალური სიტყვებია ბიბლიაში, რომ მხოლოდ უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. რომ ყველაზე სუსტად შეუძლია საკუთარ თავში იპოვოს ის ძალა, რომ შეცვალოს არ მარტო საკუთარი თავი, არამედ მთელი სამყარო. აი ეს არის უგენიალურესი. ბეტმენში არის ძალიან მაგარი ფრაზა, რასაც გულირეუნება ბრიუს უეინს.
მამაჩემმა ვერ დაიცვაო ბრიუს ვეინი ეუბნება დედაჩემი, იმიტომ რომ შენ ხო დაიცავდიო და მე გაწვრთნილი ვარო რა. წვრთნა არაფერია ხმალი მოუქნია რა. წვრთნა არაფერი. მთავარია ნების ძალაო. რასალგული ეუბნება რა. ხო და არის ეგეთი მომენტი ადრენალინში რო ვარდები უცბად რა. და შემდეგ ანუ ნების ძალა მართლაც აღნიშნულოვანი რაღაცა უბრალოდ მზერით ვთქვა სიტყვით და რაღაცით შეიძლება რაღაცები ჩამოშალო და თუნდაც ფიზიკურ ბრძოლაში გაიმარჯვო რა დუხს მაგითო აი მერაბა მოიგო ამას წინ ბრძოლაში ნომალისთან და ცოტა ვახსენოთ კიდეც რა ანუ ილია თოფრიამ თქვა რომ ჩვეულებრივ კარგი მებრძოლიაო მაგრამ ოქტაგონზე რო გადის არ ვიცი რა ემართებაო და აი ნების ძალა ზუსტად რას ერთვება მერაბას რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაც შენახსენე და სუსტი შეიძლება ითქვას რომ უფრო მოტივირებული შეიძლება იყოს რაღაცებთან დაკავშირებით. აი მაშინ დაუბრუნდები იმას. ათეისტი როგორ გავხდი. პირველ რიგში მეგობარმა მითხრა რა რომ საერთოდ რავი ან არსებობსო და რაღაც და მახსოვს როგორი რეაქცია მქონდა სამიტის რო ვიყავი მეთქი რანაირ დასვი ეგ შეკითხვა თქო რა ვიფიქრე. და ეგ არ მომეწონა და ის პერიოდია 13 წლიდან დავიწყე ფილმების ყურება, ბევრ ფილმს უყურებდი და ბევრს ვფიქრობდი. და მინდოდა კინორეჟისორობა. დღემდე მინდა სხვა შორის და უჭველად გადავიღებ ფილმს ან სერიალს სხვა შორის სახელწოდებით არ სახელსა სუპერპოზიცია ეს ერქმევა და ახალი სიტყვა იქნება კინოში სხვა შორის. 20-20-ში მომივიდა იდეა. და ნუ 13 წელს და მეწერა სცენარი 18 წელს დავწერე კიდე კინეათეისტი ერქვა სხვა შორის სცენარი. და ჩემი ბრალია რომ დღემდე ვერ გადავიღე, მაგრამ გადავიღებ რაღაცებს. მაგრამ აზროვნება დავიწყე 13 წელს ასაკში, რას თქვია ფილოსოფიური რა არის სიყვარული, რა არის შიში და შემდეგ და შიშზე ყოველთვის ვამოხელებდი ძალიან დიდ ყურადღებას რა, რომ აი ვფიქრობდი რომ შიშიდან გამომდინარეობს სიყვარულიც და შიში და თვითგადარჩენა დღემდე ეს ორი მგონია მნიშვნელოვანი ფაქტორი და მგონია რომ სიყვარულიც აქედან გამომდინარეობს. მაგრამ არ მომეწონა ეგ რომ ეგეთი რეაქცია მქონდა რა და მეთქი რატო არ შემიძლია რომ დაშვება გავაკეთო იქნება არ არსებობს თქო და აი ეგ დაშვება რომ გავაკეთე ნუ იქ ხა ფილმებს რო უყურებდი მე მუსიკის ცოტა სიღრმისეულად გაცნობას დავიწყე მაშინ ხა იმ ასაკში ვარ თინეიჯერი ვარ და რაღაც გემოვნებიანი მუსიკა არსებობს და ხო რუსულებს როგორ უსმენ და რაღაც ველონებოდი ხოლმე დედაჩემს მაგრამ ეხა ისე მიყვარს რუსული მუსიკებიც მათ შორის და ნუ ხო ეხა რა ყველა მუსიკა ძალიან საინტერესო ჩვენს მაგრამ მაშინ გააქ რაღაც ეგო და რო განვითარდა რაღაც ხო და გადის დედა ერქვა ერთ სიმღერას ნიკუშ ლევის რა ქვია მაგ ბენდს დამოუწდა გადის დედა ვისი არის არ ვიცი როგორ არის ნიკუშამ რო არის ეგ ხო ნუ გადის დედა ციტატა არის ნიჩედან ხო სიმღერა იყო და ჩემ კლასმა გააზიარდა პანიკაში ჩავარდა ყველა აი რებს აზიარებ და რაღაც და დავამოღამე ეგ რომ რაღაცა და დღემდე ვფიქრობ ეგ რა რომ რაც უფრო ემოციურად რთულია შენი აქდება ეს შენი უპირატესობა ყოველთვის რა ხო და ფილოსოფიურად True Detective-ს უყურებდი კიდე ფილოსოფიურად True Detective რო ავიღოთ ნიჰილისტური ანუ ყველაზე კარგად ფილოსოფიურად რო ავიღოთ ავი რამე თუ მადარ წმენა არის ალბათ და რაშიც რაიმენა მართლა ქრისტიანობა ჩანს ბოლოში რასტენკოული რასაც ამბობს ხო ანუ ნიჰილისტი პრაქტიკულად აი ყველაზე მარტივი ციტატა როგორი არის მანდ ესეთი რომ the light always winning light always სინათლე იმარჯვებს ცხოვრებაში ხო და ანუ ნახე სინათლე იმარჯვებს ცხოვრებაში აი რასტენკოულის ეგ აზრი მე უფრო მეტად მგონია რომ რწმენამ და ესე ვთქვათ თეიზმა გაიმარჯვა ნიჰილიზმზე ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ რა ხო და აქენა გამომდინარე ესეთი აზრი და ესეთი სოფხედელობა და ეს ყველაფერი წარმოიშვა რომ ან ჩემში აი ეგეთი სახის ისინი ხარ ფილმები ჩემზე არაფერი ან შეიძლება უკეთესად შემავსოს ხო ან ის საკნას მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ძალიან რომანტიული ანუ ესე ვთქვათ აი ინტიმური კავშირი რატო ქვია ეს საკუთარი სული შიშლდება ადამიანის რეალურად რა და საკუთარი სულის სიშიშვლე იწვევს შენში მაკითხების დაბადებას რაც ზოგი ინსტინქტურია ზოგი არ არის ინსტინქტური მაგრამ ჩემ შემთხვევაში აბსოლუტურად ყოველთვის იმარჯვებს რწმენა ხო დასრული გენიალური იქცან, მაგრამ 13-ის ვიყავი მაგის ყურება დავიწყე 14-ის ინტერსტელარამდე უყურებდის ხო 1 წლით ადრე შეიძლება ითქვას ხო და მოგონდა უკვე ათეისტი ვიყავი მაგ დროს და ნუ ხო ბევრ ამაზე ხო ფიქრობდი ფილოსოფიურად და თავარი ფაქტორი რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა
იყო მიზეზშედეგობრივობაზე ფიქრი და თავისუფალ არჩევანზე და ძალიან გვეწელება და მე თემა და უბრალოდ პირდაპირ ვიტყვი რა და მე გამოვცოთ თუ გინდა თავისუფალი ნების როგორც ასეთი ფიზიკაში არ მჭირა ანუ და მე ვფიქრობ რომ ქრისტიანობა და იდეა რომ სიცოცხლის მერე სიკვდილის მერე არსებობს სიცოცხლე და შენი ვენებით ირჩევ წახვალ ჯოჯოხეთში, რა ფორმით არსებობს ჯოჯოხეთი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცეცხლი აქვს ხაბები თუ ის არა შიგავროპელების აქციაზე ხარ, თუ ან 64, მაგრამ ფაქტია რომ შენ არჩევანს აკეთებ და რომელი სადღაც ხვდები. რა თქმა უნდა. და ფუნდამენტი მაინც ეს არის ქრისტიანობის, თორე ადამიანი. ნება არის ყველაფერი, კი, მაგაზე მაგ რა თქმა უნდა. რომ არ გჯერა. ხო. აი ამ სიკვდილის მერე სიცოცხლის არსებობის იდეას აი მაგაში მე ხო და მე აგიხსნი რომ თავისუფალი ნება არსებობს ოღონდ რა თქმა უნდა საკუთარი გრადაციული ფორმებით ანუ ის რომ მაგალითად ეხა შენ უნიკალურად თავისუფალი არაფერში არ ხარ ხო უნიკალურად თავისუფალი არაფერში არ ხარ ხო ეს რა თქმა უნდა ცხადია ქრისტიანობა არ უარყოფს იმ ფაქტს რომ არსებობს დიდი ინფორმაცია არსებობს ის ინფორმაციები რომელიც შენზე გავლენას ახდენენ შენ გადაწყვეტილებებზე ახდენენ ესე ვთქვათ გავლენას და ბუნებრივია მე ეს ყველაფერი იწვევს შენში ესე ვთქვათ კი აზრი დავასრულო რა აი ბოდიში ჩემ ნიკუშას ძალიან ცუდია როდესაც ვლაპარაკობ და სხვა არ შეიძლება ეგრე რა ხო და ანუ ჩემთვის არის ყოველად მიუღებელი ეგ აზრი სიტყვაზე რომ თავისუფლება არ არსებობს და მით უმეტეს თავისუფალი ნება. ჯერ ეგეთი თავისუფალი ნება არსებობს და შენ ყოველთვის შეგიძლია გადაწყვეტილება მიიღო და ნებისმიერ ფასად ეს შენი გადაწყვეტილება დაიცვა. მაგრამ ის ინფორმაცია ის რომ შენ თავისუფალი რაღაცეებში ანუ თავიდან ბოლომდე ეს ძალიან ანუ უნივერსალურად არ ახარ ეს ხადი ამას ქრისტიანობა არ უარყოფს. რომ შენზე მოქმედებს სამყაროში არსებული ცდუნება მაგალითად. წინასწარმეტყველებაც ხო არსებობს. რა თქმა უნდა, მაგრამ მაგაზე მე ძალიან კაი პასუხი მაქვს. ნახე, ნება და ბედისწერა ჩემთვის არის სინონიმები. ანუ ის რაც ხალდილით 3 საათზე უნდა მოხდეს, ის ყველა პონჩი მოხდება, რომელიც შენ ყველა გადაწყვეტილებას პარალელში გაყვება. ხვდები? ხო. და ანუ ძალიან ის არის რა ჩემთვის ანუ ესე ვთქვათ ფუნდამენტური საკითხი არის, იმიტომ რომ თავისუფალი ნება იმაში ვლინდება, რომ შენ ნებისმიერ მომენტში გიდევს ორი რამე ცხოვრებაში, რომელზეც მაგალითად ახლა გიდევს ცხელი ჩაი და ცივი ჩაი. შენზე ეს ინფორმაცია, სხვადასხვა ინფორმაცია გან რომელი გესაჭიროება ამ კონდიციაში. აი მაგალითად რა კონდიცია, თუ ცხელა გინდა ცივი, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ეს იმას ფუნდამენტურად არ მოიაზრებს, რომ არსებობს ცხელი კონცენტრაცია, რასაც არაბები სვენ, რომელიც შემდგომ აციებს სხეულს. ნახე, მაგრამ შენ ამ შემთხვევაში კომფორტზე ამახვილებ ყურადღებას მაგარჩევანით თუ შემდგომ მდგომარეობაზე. ამიტომ ნება ყოველთვის გაგშენ, რომ თუნდაც ცუდ შემთხვევაში აირჩიო უფრო ცუდი, ვიდრე კარგი. ხვდები? და ამ შემთხვევაში მე მიდიხარ როგორ დასკვნამდე, ხო? ანუ ზოგიერთი მაგალითად არჩევანი შედის მომაკვდინებელია, ზოგიერთი პირიქით წინ მიყავხარ. მცირედით ეხა კამაცა რო პირით, ოდნავ პოლემიკა საინტერესო იქნება მაყურებლებს. რა თქმა უნდა, არაა პრობლემა, არაა პრობლემა. აი, სულ ფიქრობდი ეს რაღაც მაგალითად მშობლები აძალებენ ბავშვს გახდეს ექიმი. ხო. და ამ ბავშვს უნდა მუსიკოსობა. ხო. რატო? იმიტომ რომ რაღაც მუსიკალური კლიპი ნახა სადღაც და წარმოიდგინა თავის სცენაზე და ეს მოეწონა. ვიღაცები იტყვია რომ თავისუფალება არსებობს, იმიტომ რომ ამ ბავშვს აძალებდნენ ექიმობას. ოჯახში ყველა ექიმი ყავდა. მაგრამ იქ მერე რომანტიზმი გოგო რომელიღაც მუსიკოს ამსგავსებდა გიტარით მიდიოდა თქვათ რაღაც რომანტიული ისენი ქონდა მოტივები რომ ყოფილიყო მუსიკოსი ვიღაც იტყვის რომ თავისუფალება არსებობს აი ამან მაინც მუსიკოსობა არჩია მაგრამ ის კლიპი რო არ ენახა თავის დროზე რამაც თავისუფლება მოხდინა და ბლა 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 ანუ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რომ იმდენად მჭიდრო ჯაჭვია ამ მიზეზშედეგობრივობის რომ აი ვთქვათ რაღაც კუნძულზე რო დაიბადო სადაც აბორიგენები არიან ყველა ცნობილი არგუმენტი უბრალოდ ვერ წაიკითხავ შანსი არ მე პავლე მაგაზე რასამოს მაგაზე ყველა საკუთარ ჯულიდან იკითხება გენეტიკაზეა ბევრი დამოკიდებული კიდე ხასიათებს ზოგადად რა თქმა უნდა ცოდვა შენ ავტომატურად მოდის შენში ხო ზოგადად მე პოზიტივი აი განსხვავებით რა მომწონს ქრისტიანობაში მაგებზეც ვსაუბრობთ ეგეც საინტერესო იქნება მაგრამ ხო ნუ უბრალოდ ანუ ჩემი აზრით ხა შენ რეებსაც ამბობ ანუ შენ რეებსაც ამბობ ყველაფერი თვითონ ქრისტიანობა შენ რო შეისწავლო ხო ყველაფერი გაბათილებულია ანუ გაბათილებული აზრობრივად და გაბათილებული თვითონ წმინდა თეოლოგიურად რა რომ მაგალითად ანუ ქრისტე აი ნახე გენიალური გამონათქვამია ესეთი რომ შენ რა ტანჯვასაც ახლა გადიხარ ქრისტე შენამდეა გავლილი მით უმეტეს ქრისტეს არ დაუმსახურებია და მე და შენ ვიმსახურებთ ამას მესმის მაგრამ რა მაინტერესებს კიდე იცი
შენ გჯერა თუ არა რომ ადამიანი ყოველთვის იმას უყურებ თუ მე არა თუ გადაირთვებოდა იქ მაინტერესებს ანუ ძალიან დამის არის ქაოსია რა ლოჯისტიკაში მოვისუსტეთ გვაპატიეთ მაყურებლებო მაგრამ ეს საინტერესოა შენ გჯერა რომ ადამიანი განზრახ თავისთვის ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებს შეიძლება ადამიანმა დაიზიანოს თავი მაგრამ იმ მომენტში მაინც სწორი გონია ეგ რა კურტ კობეინს თინეიჯერი გოგოა და კურტ კობეინს უსმენს და რაღაცა გააკრო რაღაცა და მაინც იჭრის ხო იმ მომენტში იმისთვის მაინც საუკეთესო გადაწყვეტილება ეგ არის რა სულელური მაგრამ საუკეთესო ხო და ყველა ადამიანი ირჩევს თავისთვის საუკეთესო მაგრამ ზოგს იმდენად აი დიდი პრობლემები აქვს ტვინში და არასწორი მიდრეკილებები და რაღაც ხედავთ ღმერთმა ეგ შენზე კარგად იცის ღმერთმა ეგ შენზე კარგად იცის ღმერთმა ეგ შენზე კარგად იცის და რატო ირჩევს ადამიანი ცუდს მე არ მჯერა რომ ადამიანი თავისნებით ცუდს აირჩევს მესმის მაგრამ ეგეც გარემოებებიდან მენტალობიდან გენეტიკითა და ყველაფერი გადაწყვეტილება რაც მასე არ არის დამოკიდებული გარემოებებიდან აქედან გამომდინარე არც მე ვიცი ვინ გადარჩება და არც შენ არ იცი ვინ გადარჩება სიკვდილის მერე ანუ ქრისტიანობაში ღმერთმა იცის ხოლოდ ვინ იქნება ცხონებული და ვინ არა. ქრისტე მაგას ემანება თქვენი საქმე ეგ არა, თქვენ უარკვევთ მაგას, რომ მე მაგალითად ხო, რა ხა ღმერთის მჯერა და მაგის საერთოდ ქრისტიანობაში არ გადაგარჩეს მარტო ღმერთის გჯერა, ეს ბოდვები ვისაც ხა ჯერა რომ მე რა ხა ღმერთის ჯერა მაგით გადარჩები, ეს არის სისულელი. იმიტომ რომ შენამდე ეშმაკს ყველაზე მაგრა ჯერა ღმერთის. იმიტომ რომ ეშმაკა იცის რომ ღმერთი არსებობს, ხო? ტექნიკურად და ყველანაირი გაგებით. ანუ აქ არის წმინდა წყლის გაგება და ურთიერთობა. აი ქრისტიანობაში ვეგანად არის ურთიერთობა, ღმერთთან როგორი ურთიერთობა გაქვს, ლოცვა ურთიერთობა, ევქარისტია ურთიერთობა, ზიარება ახსარება ურთიერთობა ღმერთთან. აი როგორც ახლა გოგო როდესაც შეგიყვარდება და გიყვარს, მასთან თუ არის ურთიერთე და პლატონურად დარჩი ხო, რომ პერსპექტივა მაგას არა გეკ ცხადია, ხო? ამიტომ ადამიანები, რომლებსაც რაღაც ზღაპრების სიტყვაზე ჯერათ, რომ მე რახან სინათლე მირჩევნია ბოროტებას, ხო? არანაირი ანუ არავის არ აინტერესებს ეგ შენ რეალურად რავი შენ პოსტფაქტუმ ფაქტორი რომ შენ გადაგარჩენს თუ არა გადარჩენა წმინდა წყლის არის ბრძოლა აი სუნდა შენ რა ჩამოთვალე ნება გიდევს ბევრი რამე შენ სწორედ უნდა გამონახო შენ თავში ის ზალა რომ ცუდზე კარგია ირჩიო შენ შეგიძლია მოკლა მაგრამ არ უნდა მოკლა იმიტომ რომ ამ კვლელობით სხვას აზიანებ ანუ მორალისნება შინერის სიაში როგორც აყოლეთ დიზალოფლება ისა როდესაც ის კი არა რომ შენ შეგიძლია მოკლა ვიღაც არა არამედ როდესაც შენ შეგიძლია მოკლა მაგრამ ამას არ აკეთებ ამიტომ შენ საფუძველი ყოველთვის გრჩება იმის რომ შენ იმ ცუცსა და უფრო ცუცსა ან კარგსა და უფრო კარგ შორის ყოველთვის აირჩიო ის თუ ეხა შენ ინდივიდუალური მიდგომა და მენტალურად რაღაც გაკლია და რაღაცა სიტყვაზე რაღაცა იცი არიცი რაღაცები ხო ეს ღმერთმა უწინ იცის ეს ყველაფერი ადამიანი შემოუპირი რო იბადება ამ ცხოვრებაში და ფიზიკური ემოციური ყველაფერი არასწორად ესმის ამ ცხოვრებაში ხო მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა მისი არჩევანი ღმერთი აბსოლუტურად სხვა პრიზმიდან შეაფასებს ვიდრე მე და შენის რომელსაც გაცნობიერებულად ვდგავთ ნაბიჯებს ანუ ყველა ადამიანს სხვადასხვა სიმძიმის ჯვარი ატარებოდა. რა თქმა უნდა, ქრისტიანობაშიც ეგ არის, მთავარი ინდივიდუალურად მიდიხარ ამ გზაზე, ინდივიდუალურად უნდა გაიარო ეს ყველაფერი, ანუ მაგალითად სავლეს მაგალითი რო ავიღოთ ის ქრისტიანების პირველი მოწამე სტეფანე სავლეს მოკლულია, რომელიც ხდება შემდგომში ყველაზე დიდი სახარებების მწერალის, ანუ მოიდგინე, ეპისტოლეების. ყველაზე დიდი ქრისტიანი ჩემთვის ვინც ოდესმე ყოფილა, ნუ არ ვადარებ ერთმანეთთან, მაგრამ პავლეზე დიდებული, რომელმაც საკუთარი სოფხედელობა, მარტო მისი ფილოსოფია, მარტო მისი გადაადგილების მარშრუტი, ის ბრძოლა რაც მართა სიყვარული მართა კორინთელთან მიმართ და რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, ის სიყვარულაც პავლე იმიტომ წერს ყველაზე მეტი იმას. და ეგ ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც სავლე მიდის დამასკოს გზაზე, სადაც ქრისტიანები უნდა დაარბიოს და ამ დამასკოს გზაზე ეცხადება ქრისტე, რომელსაც თვითონ ხედავს მარტო, ისინი ვერ ხედავენ რომაელები. მაგრამ ეს რო შენ სულ დაივიწყო რომ ეხა სავლეს მართლა გამოიცხადა არ გამოიცხადა ნახე წმენის თვალსაზრისით რამდენად დიდებული მომენტი ხდება რომ ჭეშმარიტად სავლე ყოველთვის ეძებდა ღმერთს მაგრამ არ იცოდა ვინ იყო ღმერთი იმიტომ ხედავს ღმერთში მაგის ჭურჭელს რომ წარმოიდგინე სავლე რადმდევნიმე არც იცოდა ქრისტე ვინ ქრისტიანი ხდება მეორე დღიდან აი ეს თუ შინაგანად შენ ან ესე ვთქვა აი როგორც ელექტროშოკი ისე არ შემოვიდა შენში ამას შენ არაბუნებრივად ვერ წარმოშობ აი მაგალითად გულით არის სიყვარული რა არის აი აბსოლუტურად ისე ჩდება
ანუ არის ვინ შეგიყვარდება მოულოდნელად წარმოიდგინე. ბავშვობაში ვფიქრობდი ხოლმე რომ თვითგადარჩენდა ნაშიშთან გავიდა. ხო, ნუ ეხა მეცნიერულ ნეირონები რო გადის, ათეისტებს უყვართ ხოლმე საუბარი მე ნეირონი, არც ერთი ქრისტიანი არ უარყოფს ამ დედამიწაზე. გრავიტაციასაც, დედამიწა სფეროსებრივია. ხო, ანუ ზოგადად ისო ტვინის უჯრედებით ვაზროვნებ, მაგრამ უბრალოდ ფუნდამენტი განსხვავება ისაა რომ მე ვჯერო სულია, ხო, სულია და არც ხეული არავინ არ ქრისტიანობა მეცნიერებას არ ებრძვის არავითარ შემთხვევაში, ეს არის სიცრუე. მაგრამ ანუ ნახე ჭურჭელზე რამდენი რამეა დამოკიდებული რომ მომავალ შეიძლება გავიდეს დრო რომ რავი შენს გახდე მოწამე საერთოდ ქრისტიანი მებრძოლი ეგ მანახა ხო ანუ შეიძლება ძალიან თავისუფლად ეს დრო მოვიდეს შენში რომ შენ ისეთი გამოცდილება მიიღო და ისეთი რამე დაინახო რაც შეიძლება მეც არ მაქვს ეხა დანახული ხვდები ამიტომ რეალურად ქრისტიანობა გარდა იმისა რომ ინდივიდუალიზმი არის პერსონალური გამოცდილება ამ ყველაფერთან მიმართებაში აი ესაა გენიალურობა აქ ამას შენ აი მაგალითად ის რომ აი რომელი ერთი შეიძლება აი სიყვარულის უდიდესი მაგალითები ხო აი ავიღოთ მაგალითად ქალბაჟურის სიყვარული აი ბიბლია რასაც გამოხატავს მაგაზე დიდებული არ არცებობს რა მრავალცოლიანობა და რა ისენი ორი ადამიანი ხდება ერთიო ბიჭო ძველ აღთქმაში წერია რა მაგარი სიტყვებია ხო ეხად არის ებრაულად მრავალი რომელიც ამდროულად არის ერთი სული წარმოიდგენ რომლებიც გენიალურია უბრალოდ ეს სიყვარულის მაგალითები ხო რაც აქ არის მოყვანილი მარტო ქალისადმი დამოკიდებულება ბიბლიაში როგორი არის მარიამ ღვთისმშობელი ხო რამხელა დამოკიდებულება აქვს ზოგადად ქალიშვილობის იდეას რამხელა დამოკიდებულება აქვს ზოგადად ერთგულებას რამხელა დამოკიდებულება აქვს ზოგადად თავგანწირვა ქრისტე რასაც აკეთებს ჩვენთვის ანუ ეს აღწევს ამ იმას განა ის რომ შენ მაგალითად აი მოკოდები და ჯოჯოხეში წახვალ და მე რახან ქრისტიანი ვარ და ეგრევე გადარჩები არა უწინ შემოიდეს ხვისი ჯვარი და ამ ჯვარით შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება ანუ მე ამ ყველაფრის სოფხედელობის იმიტომ ჯერა ყველაფერს რო დავანებოთ მარტო მეტაფიზიკას და ყველაფერს ხო იმდენად მორალურად სწორია რომ იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობსო ქრისტიანობას რომ შენ თავი გაწირო შენი მეგობრისთვის ამაზე მეტად შენ ვერ ამტკიცებ სიყვარული არის რჯულის აღსრულება საერთოდ ანუ სიყვარული ყველაფერს წონის აბსოლუტურად აი პავლეც რო გამოყოფს ამაზე ხო სასოება რაღაც უმე მაგრამ სიყვარულს ვერაფერი ვერ ედრება აქედან და ღმერთია სიყვარული თვითონ ანუ გენიალურია რა უბრალოდ თავისი სოფხედელობი თავისი ხო გეუბნები ახლა ყველაფერი ჩამოვაცოლო თეოლოგიურ და მარტო ისე რომ დავტოვი იმდენად გენიალურია აქედანაც რომ ვერ დაინახოს სწორედ და ის იდეა რა არის მართლა მარტივი სიტყვები ხო მიუტევე მამაო რამე თუ არ იციან რა შადიან ნუ ამაზე დიდი ჭეშმარიტი ბუნებრივი ტოლერანტობა ლიბერალს დაისიზმრება საერთოდ მე სხვაგას ვამბობ იდეაში ხო სხვანაირად არ იციან რა შადიან როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობდი რა ხო ზუსტად მე ჩემს წარმოუდგენელია ხა რომაელი ეგ ხდება მოწამე ვინც ქრისტეს შუბით გაუპო ისა რა ქვია ფერდი მოწამე ხდება ქრისტე პირველ ჯენთაილად იწოდა მოწამე ხდება მუხლებზე ვარდება და ეს მართლა ჭეშმარიტი კაცი ყოფილაო თვითონ ამბობს ეს წარმოიდგინე და ანუ ნახე შენი სიტყვები რა კარგად მოიყვანე ხა დაადასტურე მაგით რომ წარმოიდგინე ქრისტე როდესაც ეუნება რომ მამაო მიუტევე რამე თუ არ იცი რა შადიან არ იცის ის ჯარისკაცი რას აკეთებს ხო ის მე ჩემი რწმენა გამომდინარე მორალურად უფრო მართალია ვიდრე მე ამ პოზიციიდან. იმიტომ რომ მე ვიცი რომ ღმერთი არსებობს, ბეროშა მე ვარ ხო ბევრ რაღაცას წარმოიდგინე. და ამ შემთხვევაში რომელმაც არის რომ მარცის იუპიტერის ეჭერა, იმან გაუპო მუხლებზე ვარდება და ქრისტეს აღიარებს. გენიალურია. უბრალოდ. და რავი, აი გახსენდება რამე ისეთი ისტორიაში ზოგადად აი ეს სიტყვები, რამე უფრო მაგაზე ტოლერანტული არსებულა ბუნებრივად მე არაფერი მახსენდება. ნუ ფილოსოფიურად რომ ქრისტიანობა ყველა სხვა რელიგიას ჩემი აზრით რა თქმა უნდა და პატივისცემა აბსოლუტურად ყველა რელიგიას ყველა სხვა რელიგიას ჩემი აზრით ჩაგრავს ჯერ მარტო ადამი და ევას ისტორია სულ მცირეც ყველა მიცდე ხა ხო მე არ ვარ ხა ძალიან ჩახედული მაგ მიმართულებით მაგრამ რა მიზეზით არ შეიძლება და უფალს გამოიგდო ისინი ედემის ბაღიდან თქვათ ხო და თვითონ ის იდეა რომ ყველაფერი დაიწყო ცნობის მოყვარეობით. წინა წელს ადამიანობა როდებს რა, პირდაპირ. ხო, იმიტომ რომ ცნობის მოყვარეობა არის ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ცხოვრებაში. მონცომიერი. და ბავშვებიდან მქონდა ეგ რა, რომ ძალიან ხშირად მესმის და მეც ხშირად მithქვამს, არა ჭკვიანია, მარა და მე რაღაც. ანუ სიჭკვიანი რო არ არის აბსოლუტურად რაღაც გარანტია და მე ხშირად მithქვამს რომ ინტელექტი არ არის პირამიდა, სადაც ადიხარ და ზოგი დაბლა, ზოგი მაღლა. არამედ რომ არის ლაბირინთი. და ვესტფორდიდან ხარ ეს ფრაზა და იქ თავისუფლებაზე იქაც არის სხვა შორის და მე ცოტა შენთვის
მცირე პოლემიკაში სასარგებლო რაღაც ვიტყვი ჯონათან ნოლანმა თქვა კაკრას უკაცრავად ჯარგონისთვის თავისუფალ ნებაზე რომ რაღაც არის რაშიც გვაქვს პატარა თავისუფლებაო რა აზროვნების პროცესია იმიტომ რომ იქ უესტფორდი ეხება მაგ თემებს ნიშნულად ძალიან მაგარია ხო და მანამდე რა ზულაპარაკობდი ცნობის მოყარეობა და მე ყოველთვის მქონდა არ ვიცი შინაგანით ეგ რომ თითქოს სადღაც ჩავდივარ სიღრმეში იმიტომ რომ ტვენში ყველაფრის დაშვება უნდა გააკეთო რა ოღონდ რაღაც თოკი უნდა მოიბარო არ დაიკარგო რა იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანებს გაუკეთებია ცხოვრებაში ყველაზე იდიოტური რაღაცები და რატო არის რომ პირველი ქრისტეს გაყვნენ ღარიბებიო დაბალი ფენის ხალხიო ხშირად იმიტომ აი გულწრფელი ლაღი და ესე ვთქვათ ალალი ხალხი ზოგჯერ მარტო იმიტომ დგას სიმართლის მხარეს რომ არიან ლაღები ადამიანი რომელიც მუდმივად ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებ და ამ ლაბირინთში ძალიან ღრმად შედიხარ ისე რომ რაღაც თოკი არ გაქვს მომული რა ხო ან გზაში ფოთლებს არ დაიკარგები და მე ესეთ დაკარგული ადამიანები მინახავს და თვალებში რო უყურებდი სულს ვერ ხედავდი თითქოს ხო აუსულობა და არ ყოფილან მორწმუნე ოჯახიდან ძალიან მნიშვნელოვანია ეგ მე ვფიქრობ იმიტომ რომ სულ არ გჯეროდეს ხო ზუსტად თუ მარტო მიზის შედეგობრივობის გჯერა და ადამიანის ფსიქოლოგიის და რაღაც სულ მცირე ტყუილად ხო არ არსებობს ანუ თუ ადამიანებმა დაწერეს მხოლოდ და ეს არის ყოველთვის შთაგონება ის მაინც ხო ნაღია რომ გენიალურად დაწერილია და გენიალურად რო ეხა ხო იცი ათეისტების დიდ ნაწილს კომპლექსები აწუხებთ რა ანუ მაგათ გონიათ პიჟონური რქცევები აი როგორიც არის მართლა აი მამაები მღვდლები დადიან მაქაჯიპებით იქ რაღაც ავი შეწერებიანი არსების როგორ გიჯერა და ნუ ეგეთ შინაურ პატარა ბაბლებში აქვთ რაღაცა გამოკეტილი რაღაც ვიწრო ცნობიერება და იმის გამო არიან ათეისტები რომ ახალგაზრდობაში გოგო რომელსაც უყვარდათ ის სოლად ვერ შეირთეს პირადი გამოცდილები და პირადი წყენები ღმერთთან აი დარვინის მაგალითი ავიღოთ რა დარვინმა რო დაიწყო სანამ გალაპაგოსის კუნძულზე წავიდა და დაიწყებინა ნატურალიზმი და ევოლუცია და რაღაცა რა იყო მისი ან თეოლოგი იყო ჩეულებრივი ეწყინა რაღაც ძალიან ბავშვობაში ადგა და იდეურად დაუპირისპირდა ღმერთს მაგალითად დღევანდელი ქრისტიანები დღევანდელი ევოლუციონისტები რიჩარდ დოკინსი მაგალითად ღმერთის უბრალოდ ღმერთი აღიზიანებს რა აი უსმენ მაგის ციგნიც მაგ გადელუშენ ღმერთის დელუზია წაკითხული ერთი ჰიჩენსი იყო კიდე ტიპებს ანუ იმენა ათეისტი მებრძოლ ათეისტებს ვაკვირდები და პირადი წყენა აქვთ ღმერთთან რა ანუ უბრალოდ ღმერთი ეზიზღებათ ანუ იდეა ეზიზღებათ ყველაფერს უპირისპირებენ მათ ანუ როგორი თემა არის აი რამე რაც გაღიზიანებს ანუ კომპლექსები რაც ქონდა მე მთელი ცხოვრების განმავლობაში მაგას ებრძე ფროიდი იყო ეგეთი მაგალითად ხო ახალგაზრდა გოგო უყვარდა სხვა ვიღაცას დაიჭირა რომანი და მაგის გამო მთელი ცხოვრების განმავლობაში ზიზღი ქონა ეგ ქალების ანუ რეალურად უნდა აღიაროს აი მე რატო ვიწყებ ყოველდღე ხა ამ ვიდეოში ნარსი რა ეს არის გულწრფელი საუბარი ხო რეალურად და მე ყველაზე დიდ ხარს უჭერ გულწრფელ დიალოგს იმიტომ რომ რაც უფრო მიიღებს დაბინძურებულ სახეს რა აი პინგ-პონგის თამაში ღმერთი როგორ არცევს ეს არგუმენტი და პაკ მე ერთი პინგ-პონგის იმაზე მიცავს მეორე კიდე ანუ ხალხო სისულელია დამიჯერეთ რა მრავალი წელი მაგ გატარებული ბრძოლა ანუ ათეისტებთან და მაგათთან დაპირისპირებაში მივხვდი რომ ყველაფერი დადის კომპლექსებამდე ანუ არ არსებობს ადამიანი გამოვიდეს და რა არგუმენტებიც გინდა ნეოპლატონიზმი კი არა გინდა სულ ღმერთი ჩამოიყვანეთ სიდანე განახე არ აქვს იმიტომ რომ ის ადამიანი საზრდოობს მაგ იდეებში თქვენ რომელი დებატების მერე გინახია ცხოვრებაში კაცი გამოსული იყოს და ვაიმე იცი მე ვცდებოდი თურმე ღმერთი არსებობს არა ეგო არ მიცემს ადამიანს ამის საშუალებას ხალხო დაიმახსოვრეთ რომ ყველაფერი მოდის ბავშვობიდან ყველაფერი მოდის კომპლექსებით ადამიანს რაც აწუხებს ყველაფრის ტრანსფორმაციას ახდენს მაგაში ბავშვობიდან ვიღაცა მარიმ არ მიცა ერთს მაგის გამო გაბოროტებულია სამყაროზე გაბოროტებულია ოჯახზე გაბოროტებულია ღმერთზე გაბოროტებულია ყველაფერზე რაც წმინდა არის და დიდად რო დააკვირდეთ ამ სარკაზმი მე საიდან მოდის ხო ანუ ადამიანის ვართ არის ის რომ უბრალოდ ზულთ ღმერთის იდეა ესა და ეს ხო არა ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ რამე განვითარების გზაზე რა როგორც არ უნდა წავიდეს უბრალოდ იმდენი რაღაც სურო პროფესიონალი იყო ყველაფერში მაინც იმდენი რაღაც არ არის შენზე დამოკიდებული რომ სრულყოფა არ არსებობს იმის აღიარების გარეშე რომ რაღაცის გარეშე არაფერი ანუ ღმერთებარებით ხო წერა როგორც თქვი რა ანუ როგორ თქვა ადამიანები რატო უკვდებით იდეის გამო რა ანუ მართლა არაფერი ფასი არა მართლა ჩალის ფასი აქვს ადამიანის ცოცხლეს
ოღონდ ამას სიკვდილის სურნელს ვეძახი ხოლმე რა, ვიღაც ადამიანი რო ბოლოდნელად დაიღუპება და მაგ დროს რო გახსენდება მემენტო მორის თემა რა. ხო და შენ რო აბსოლუტური თავდაჯერება გქონდეს და ჟარგონულად რო თქვა დუხი ცხოვრების და რაღაც მიღწევის, ხო, შეუძლებელია ქვეცნობიერულად მაინც სიუჟეტურად მაინც არ მიყვებოდე რაღაც ისეთ იდეას, რაც შენზე მაღლა დგას რა და ჩემ შემთხვევაში შორს მე არ მივდივარ და ვამბობ რომ არის ღმერთი ეს და პირჯვარს ვიწერ და მაშინ ყოფილი ქრისტიანი არა ქრისტიანი ვერ ვიქნები ვინაიდან არ ბჯერა სიცოცხლეს მე სიკვდილის მე ეხა შენ როგორ ამბობ ადამიანს ამყოფა ფსოდო როცა იძახი რომ შენ ხარ თქვათ ქრისტეს ჯარისკაცი რა რაღაც იდეას ემსხურები ანუ კაცისთვის რამხელა რამეს ნიშნავს იცი რომ შენ შეიძლება დღეს ადამიანი დაიღუპა სატვირთო დაეჯახა პეკინზე და დილით რო გადიხარ რა და აი რქებით რო ხარ რომ შენ იდეა უნდა დაიცვა რა თქმა უნდა ზომა წონა გაქვს და არავის შეურაცხყოფას არ აყენებ წითელ ხაზს შენ არ ყვეთ მაგრამ რო რამე შეიძლება ძალიან რთულ განსაცდელში ჩავარდე რა და აი რო რამე რაცა უნდა იბრძოლო შეიძლება მოკვდე ხო აი როგორც ფრონტზე რომ მიდის კაცი რა ანუ შენ მხოლოდ მაშინ გრძნობ შვებას ჩემი აზრით და მე ესე ვფიქრობ როგორც კაცი როცა დაშვებას აკეთებ რომ შეიძლება აღარ იყო ხვალ ხო მაგრამ ანუ ღირსეულად წახვალ რა ანუ როგორ თქვა შეგუებული რო ხარ ესე რო რა თქმა უნდა მე ეგრე ვარ შეგუებული პირადად იმიტომ რომ მე ვიცი რომ შეიძლება ნებისმიერ დღე იყოს უკანასკნელი ხო უკანასკნელი და თანამოძრაულად ღმერთს ძალიან გიხმარება ღმერთს იდეა ანუ ხო არა შენ ხა ამბობ ანუ შენ ხა მე რაც გავიტყვი აი შენ აღწერა რომ გავაკეთო ამ ყველაფრის ანუ შენ კულტურულად ზედაპირულად ფასადით აბსოლუტურად ყველაფრად ქრისტიანობის ჩონჩხი ესე თქვა ძევიდან რაც არის თავდაჯერება არ არსებობს თითქოს მაგის გარშე ხო მაგას ვამბობ ანუ მაშინ ესე გეტყვი შენ ერთადერთი რაც გაკლია ანუ სწორედ იმ აი რაღაც წერტილამდე რომ შენ მიხვიდე ხო რაც არის აი ტრანზიშენი აი მეტაფიზიკურსა და ამატერიალურზე რასაც შენ საუბრობ ხო არის პერსონალური გამოცდილება მხოლოდ იმიტომ რომ მადლი რასაც ქვია ხო ცოცხალი მადლი ხო ზუსტად ჯავშანივით არის რა კი რა თქმა უნდა რომელიც ღმერთიდან მოდის და ზოგადად როიალურ ცხოვრებაში ეგრეა რა მორალური უპირატესობა თუ გაქვს ტყუია გამოტარივით ხარ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხა წარმოიდგინე ლომებთან რო ქრისტიანებს უშვებდნენ ხო ლომებთან რო ქრისტიანს ეხა წარმოიდგინე ლომები გამოყავთ უნდა მოკლან იმის გამო ქრისტეს გჯერა და მიყვება მისწავლებას ანუ იმას იმხელა ჯავშანი უკეთია მე არ დამისიზვარება პირადად ხო ანუ იდეაში ბავშვობაში რამდენს დომებიათ სპაიდერმენობა და რა ხო მაგრამ რაღაცნაირად სუპერ გმირად ვხსნობ თავს როცა მაგ მადლს გრძნობ რა ზუსტად პირჯვარს რო იწერ თითქოს ჯავშანს იცმევ ზუსტად აი მოდი ეს მაგ ქოცნობიერულად გენდ მოდი ხა ჩემზე მინდა კადრი გადმოვიდეს და რაღაც ცოტა ისეთი ის გავაკეთო რა ქვია ინტროდუქცია რაღაც ის რა გადახვევა რაც მეტყველებს აი ამ თვითონ აი მოდი ადამიანის დამოკიდებულებაში და ადამიანის სპეციფიკაზე რა ზუსტად რა აი მაგალითად მინდა მოვიყვანო აი წეგან საუბრობთ სუსტ ადამიანებზე ზოგადად იმიტომ რომ სისუსტეში ხდება სრულყოფილი ღმერთის ძალა ეს არის უნიკალური და უდიდესი რამ რომ მაგალითად ღმერთმა იმიტომ გამოარჩია ზოგი მებაჟე იყო ზოგი იყო მეთევზე ზოგი და უბრალო ადამიანების გვერდზე დგას და უბრალოდ მიყვება ამ ყველაფერს ხო ანუ ის კი არ არის მაგალითად აი რაღაცა იმპერიული რაღაცები რომ ქრისტე ძალიან მარტივად შეიძლება მთელი რავი რომი დაექცია მაშინდელი მარტო ჯვარცის მომენტში წერია რომ ლეგიონები მზად იყვნენ აგელოზების ძირ შემოსულიყვნენ და მიწამთლი იერში დაიღოთ მაგრამ რეალურად აი ჯვრიდა რატო არ ჩამოვიდა ქრისტე და რატო არ გამოეცხადა ისი აი მას აი ცოტა სულელურ კითხვად მიმაჩნია თუნდაც გულწრფელად რო შევხედა გულწრფელი სულელობა მგონია მე კითხვები რომ აი მაგალითად ქრისტე მაგალითად ერთ-ერთ ათეისტამ მქონდა ადრე ამაზე კამათი რომ ჩვენს გვილაპარაკია მაგას ხშირად რა ანუ რაც არ უნდა მე შენ არგუმენტი დაგიდო ეგ რო დაიბიწყო სულ რო ღმერთი მე შენ ციდა მართლა ჩამოგიყვანო აი წარმოვიდგინოთ ხა ამ პოდკასტზე აი ცა გავხსენი ჩამოვიყვანე ღმერთი და დავანახე გიორგი შეიძლება მითხრას ეს ინტერპრეტაცია რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტი AI ჰოლოგრამა ბევრი რამე ანუ მტკიცებულება რამაგარ სიტყვებს ეუნება სახარებაში ასე რა ქვია ურწმუნო თომასა ეგ არის რომ რახან შემეხეო მიტო მირწმუნეო აი ამაზე დიდი აი მე და შენ ხო თახვდებით ერთ რამესე რა თახვდებით რასე რომ წმენა ხილულ ცხოვრებაზე გაცილებით მეტია ანუ შენ რისიც გჯერა ანუ ამის გამო შეიძლება მოკოდე მაგრამ რასაც ხედავ იმის გამო არ მოკოდები უმეტესწილად არ მოკოდები რა დიდებულ სიტყვებს ეუნება ქრისტე თომას რომ რახან შემეხე მიტო
მირწმონა, იმიტომ რომ ნეტარ არიან ისინი, ვისაც მე არ შევხედულ და მათ მე მირწმონეს საერთოდ. იმიტომ რომ ნახე, რეალურად ქრისტე სხეულით, იმიტომ კი არ მოვიდა რომ აი მე ყველამ დაინახა ეხა და ნახე ღმერთი მოვიდა დედამიწაზე. არა, შელო როგორც მაგალითად სუპერ მარველის ავენჯერი ისე მოსულიყო ღმერთი დედამიწაზე, მაგრამ ნახე რატო აკეთებს ამ ყველაფერს რომ შენ ამ უბრალოებაში ამ თავდაბლობაში, ამ სიბრძნეში, ამ შენს რა ქვია, აი, რასაც ქვია, ტოლერანტობაში განახებს საკუთარი პიროვნული, შენ ეს პიროვნული გამოცდილება თუ არ მიიღე, აი, ცოტა ისეთი ამეჭრა, იმდენი რამე მაქვს ახლა სათქო, გონებაში მაქვს თელი იუმორისტული გადახვევა მაშინ რა. თუ თქვათ რაღაც მართლა პროპაგანდა იყო რა, რომ ხალხი ემართათ ხომ რელიგია და რაღაც. ჯერ ის კითხვა უნდა დავსვათ, როგორ გავრცელდა რაღაც იდეა და პროპაგანდა ებრაელების გარეშე. აი ზუსტად, ზუსტად. ებრაელები რო ეწინააღმდეგებიან. ზუსტად, ხო, ებრაელები რო ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ნომერ პირველები არიან მაგ თემაში რა. ხო და აი ეგ არის, წარმოიდგინე მე უდიდესი პატივისცემა იუმორისტული. ხო და უდიდესი პატივისცემა ებრაელების მიმართ და რატო ვცემ ქრისტიან ებრაელებს მე ძალიან დიდ პატივს და მათ შორის იუდეველებსაც პატივისცემა. არა, იუდეველებს მე კატეგორიულად არ ვცემ პატივს, იმიტომ რომ ისინი ისეთ ფილმებს ელოდებიან მოსვლას, რომელიც შეუნა დაგვიპიროს ბედნიერობაში. ნუ ადამიანი, კარგ ადამიანს პატივს ვცემ, მაგრამ ქრისტიანი იმას ძალიან დიდ პატივს ვცემ ებრაელს მე პირადად, იმიტომ რომ პირადად ვიცნობ ქრისტიან ებრაელებს და მე მჯერა რომ როგორც წმინდა წერილში ანათქვამი, ებრაელები მასიურად შემოტრიალდებიან ქრისტეზე, მაგრამ რაზე ვამბობ? ბოდის ჯეფრი საქსი ქრისტიანია? ქრისტიანია. ხო, ეხლა რაზე მინდოდა ყურადღება გამისვა და რატო არის ეს რწმენის იდეა უფრო მაგარია, რაზედაც საუბარი. მე რო ეხლა ღმერთის წინაშე ჩამოვიყვანო, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტობრივი, ნახე, აი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ხალხს რომ აი ნახეთ, აი ავიღოთ მაგალითად წყალი, აი ნახეთ. ეს არის მატერია. ეს არის მატერიალური საგანი, ანუ ეს იზომება, ეს იწონება. იმიტომ რომ მას გააჩნია საკუთარი აგრეგატული მდგომარეობა. ეს არის მატერიის საგანი, ანუ მეცნიერების დაკვირვების საგანი. ანუ ღმერთი არის დაუკვირვებელი, ანუ ღმერთი არ არის მეცნიერების საგანი. ძალიან გთხოვთ, ნუ გეშლება ძალიან ბევრ ადამიანს, ან ქრისტიანობა მეცნიერებას ებრძვის ან არ არსებობს. ღმერთი არის პრეარსებული პროცესი, რომელიც არის განუზომელი, რომელიც არის დაუთვლელი, რომელიც არის ძალიან დიდი რამ როლის წარმოადგენს ადამიანს არ შეუძლია, როგორც მარადისობის. ნახე, აქ რა საინტერესო რამეს ამბობს ქრისტე და ისე დაუბრუნდით ამას, რომ ნახე, რწმენით შეიცნობა მხოლოდ ღმერთი. ხილულად იუდა შენზე მეტი იცოდა ქრისტეზე. იუდა ხო, სულ დაყვებოდა გვერდზე, სულ, მაგრამ ნახე, მომენტი შეიქმნა და გამოჩნდა რომ თურმე მისთვის მიზანი კი არ იყო ქრისტე, საშუალება იყო რა, ჟადოქრობებს ახდენა და ეგეოსებოდა რაღაცები. ნახე, რამდენად გენიალური რამეა, რომ ყველა ქრისტეს მოწაფე, რომლებმაც იოანეს გარდა უარყოს, იმიტომ რომ იოანეს გარდა თითქმის ყველა მოუარყო, პეტრემას უარყო, მაგრამ იუდასნაირიც ცოტა არ ჩაუდენია, არ ვადარებ. ყველა სიკვდილის ბოლო წლებში ხვდება რეალურად ქრისტე ვინ იყო. მაგამდე მაგათვისაც ავტორიტეტი იყო დიდი, ესე ვთქვათ, ძალიან, მაგრამ აი სიკვდილის ბოლო პერიოდში უკვე, აი ისინი რო წერას იწყებენ, ხო, ეს ღვთაებრივი ინსპირაცია პერსონალური გამოცდილების საფუძველზე მოდის რა დამიჯერე რა. აუ ეგეც და როგორც შენი საუბრიდან გავიგე, რაღაც ისეთია, რაც უძლებს დროს და უცბად მაშინ იმას ვიტყვი რა ზოგადად. ქრისტიანული ფილოსოფია რატო არ ძალიან მაგარი რა. ცოდვის არსი, იმიტომ რომ რაღაცები არის სასიამოვნო და ქრისტიანობა გვეუბნება, რომ კი სასიამოვნოა, მაგრამ კარგი არ არის და რეებზე გვეუბნება, ხო, მაგებს რო დავაკვირდეთ. მაგალითად აი კარიბის ზღვის მეკობრეებში რო არის რომ წყალს ვსვავთ, მაგრამ მაინც წყურია, ეს წყევლა რო აქვს ხო იცი გემზე. ჭამთ და მაინც ქუშია. რაღაცნაირად ეს ცდუნებები ეშმაკისეული და რავი რა მაგალითი მოვიყვანო. ნებისმიერი ცდუნება, ესე რომ თქვა, სოდვა რასაც ადამიანები ჩავდივართ ხოლმე. აი დოზის თემა რო თუნდაც აი ვინც თქვა ნარკოტიკებს ხებს, ხო ეს არაქრისტიანული არ შეიძლება, ხო? ხშირად არის ესე რომ აღარ აკმაყოფილებთ მე რაღაც მეტი უნდათ მეტი სანამ სიკვდილამდე არ მიდის რა ანუ ჯერ იდეურად რო დააკვირდე თუნდაც გარყვნილება ავიღოთ სექსუალური სახის რა ჯერ ხო გვიზიდავს რაღაც რაც მიუწვდომელია ზოგადად მე რო ვიზრდებით ბევრი რაღაც ხელმისაწვდომი ხდება და რაღაც უფრო მეტი გვინდა მეტი და იმდენად იზრდება თამასა რომ შედიხარ ღრმად, ნუ თუ არ ხარ გაკის რაღაც თოკი რაზეც ვილაპარაკე და ეს უკვე როგორ აი აღზრდილი ხარ და ამ ყველაფერზე დამოკიდებული, მაგრამ თემა ისაა რომ დასასრული არა აქვს ამ ყველაფერს. ხო. ამ ცდუნებებს ასე რომ ვთქვათ და შედეგი ბოლოს არაფერი არ არის რეალურად. არაფერი კარგი. ხო და კიდევ ერთხელ ძალიან რთული და სჯერებელია ეს რა, ეხლა ჩემი როგორც აგნოსტიკისგან მსხედა რომ ადამიანებმა მარტო ის არა, ეხლა კიდე უამრავი რაღაც იმედია გამახსენდება დრო და დრო, იმიტომ რომ ამაზე ხა მაქვს ნაფიქრი.
ხშირად რა გამახსენება კიდე ან თუ ადამიანებმა დაწერეს მართლა ვინები იყვნენ ანუ უცხო პლანეტელები იყვნენ როგორ ესე მაგრად როგორ იცნობდნენ ადამიანებს და ასე შემდეგ რომ თუნდაც ანუ ევას ხო შეიძლება თავისინებით ანუ ცდუნების იდეა ეშმაკმა თვით რო არ დააძალა ეშმაკმა ზუსტად შენი რეფორმა თაგონა და იმან თავის ხელთ რა ეს იმდენ დეტალია ამ ისტორიებში რა ხო რაც იმენ ადამიანურია და მართლა ადამიანი რო იზავდა მართლა ადამიანი რო იზავდა მაგრამ ადამიანი ეგეთ სიუჟეტს როგორ შექმნიდა ხო აი გენიალური სიტყვებია აი კი ანუ იმდენად კარგად არის ესე ვთქვათ ანუ იმდენად გენიოსის მიერ არის ანუ ჩემი რწმენა გამომდინარე საფრთხო ინსპირაციით ეს ყველაფერი კარგად გაკეთებული რომ ანუ ამას ადამიანი საფრთხო იმის გარშემო ვერ დაწერა და დავასრულებ მაშინ რომ კარგად გქონი ვერ დავასრულე რომ ანუ მე ხო თქვი რომ ამ ცდუნებებს თქოს ნარკოტიკი და რაც რატო არ აქვს დასასრული და მეტი და მეტი გინდა და რო არ კმაყოფილდები და რასაც ქრისტიანულობა გეუბნება რომ კარგია ვთქვათ ქალები იცვალე მუდმივად რა რაღაც რავი სლავები მოგწონს მე ისცადე მე ის ვთქვათ რა დაუსრულებელია რა აი ქალების შემთხვევაში ვიტყვი უდიდესი პატივისცემა ნებისმიერ ქალს იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ქალებზე განასახდენენ კაცები ან სოციუმი ან ორივე რა თქმა უნდა როგორი ცხოვრებითაც არ უნდა იცხოვროს ნებისმიერ მანქანმა ყველას უდიდეს პატივისცემა და არასდროს ციხლი არავის არ უნდა დაუჭირო ვისაც რა ცხოვრება შემდეგ მაგრამ ხო არიან პორნოვარსკვლავები ვთქვათ და რაღაცაშენ მაგრამ აი დრო რო ახსენე სიკვდილი რო უახლოვდეთ მე ახსენეთ ღმერთი ანუ რეალურად რო დასრულდება რაღაც აქტი ვთქვათ სექსუალურ всё ანუ აღარ გინდა და უფრო სხვა მაგრამ ოჯახს რო ქმნი და მოხუცი ხარ და რაღაც დატოვე მემკვიდრეობა და შვილიშვილები რო ქალის პერსპექტივიდან ვთქვათ რაღაც გეხუტებიან და შემდეგ ანუ რასაც ქრისტიანობა გეუბნება რომ არის კარგი არის რაღაც მუდმივთან დაკავშირებული და არადროებისთან და აი დოზა მეტი და მეტი აი ეს გენიალური ერთ გოგოსთან თუ გააქვს ურთიერთობა კი ვთქვათ იმიტომ რომ სიყვარული მე გამომცდია სამწუხაროდ არ იყო წარმატებული ოღონდ აბსოლუტურად მე ვარ პასუხისმგებელი ამის გამო მაგრამ ღმერთს თავის გეგმები აქვს ალბათ მაგრამ აი ხ ინსტინქტურად აი ეგ არის მორწმუნა გეუბნები და ეს უნდა გახდეს მოწამე ლატენტური როგორც ლატენტური ქოცი ვიყავი და პრორუსი ეგრევა ლატენტური ქრისტიანი რუსული კანონი უნდა დაანონსოს ლუციფერმა და მე გავხდები როგორც პოლიტიკაში მოხდა მოკლედ ხო და სიყვარული იმდენთ მაგერ რაღაცაა რომ ანუ მობეზრებადი არ არის, იმიტომ რომ რამდენჯერ გინახეთ მოხუცები ჩახუტებულები და ასე შემდეგ. და მარადისობის იდეას უკავშირდება ნებისმიერი რაღაც, რას ქრისტიანობა რეკომენდაციას უწევს. ამიტომ ამბობ, მეჭკუას არავის არ ვასწავლე, არ ვარ იდეალური ბევრ რამეში. მაგრამ და ეხა რაღაც არ შეიძლება ლაპარაკი რაღაც ვთქვათ მასტურბაციაზე იმაზე ბავშვები უსმენენ, ბავშვები ყველაფერს უსმენენ და ბავშვები პატარა ბავშვი ვიყავი დარკნეტზე რო შევედი და რაც საზღვრობები მე იქნახე წამებები ადამიანს ინტერნეტში ყველაფერია. შეგიძლია თქვა, თავარია სწორი მესეჯი გააგზავნო და ჩემი მესეჯი ეგ არის რომ ანუ რატო არის ოჯახი მაგარი? მე არ ვარ იდეალური ზოგადად ცხოვრებაში, მაგრამ მე მხოლოდ იმის თქვა შემიძლია რა არის სწორი. ჩემი აზრით და ოჯახური ღირებულებები მართლა რაღაცეთია, რაც მარადისობასთან ასოციირდება. რა თქმა უნდა, როგორც სიყვარული. და პატიება, ხო? აი შურისძიება. ეგ არის გენიალური. შურისძიება რო გინდა. მაინც პოლიტიკას შეიძლება შევეხოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის პოლიტიკაშიც კი უპირატესი ის არის, ვინც შურისძიებაზე არაა კონცენტრირებული რა. არიან ესეთი ადამიანები. და მარტო ორივე მხარეს არიან ესეთი ადამიანები რა. პიროვნულად რო დააკვირდეთ, ყოველთვის ბევრად ძლიერები არიან ისინი, ვინც ბოღმას არიტოვებენ, შესაბამისად პატიება შეუძლიათ. და შესაბამისად ერთი ნაბიჯი წინ არიან. და ბევრად უფრო მეტი სიმშვიდეა მათ გონებაში. რა თქმა, აი ქრისტე მაგას ამას შვიდვარდამ დაბალი სულით, ანუ ვერაფერი, ანუ ნახე, შვიდვარდამ დაბალი სულით ანიშნავს, აი რაც გინდა დაკეთე და არაფერი გავლენას არ ახდენ შემზე და ვერ მოიტანს ეს აბსოლუტურად რაღაც ფუნდამენტურ ცვლილებას რა. ხო, რა წარმოიდგინე შენ ყველაფერს უძლებ გონებრივად, იმასე, აი მენტალურ ძალა. ეხლა დღეს რეებზე უწუწონებთ ადამიანები რა, რაღაც ზოგს ის არა აქვს, ზოგს ის არა აქვს და წარმოიდგინე პირველ ქრისტიანები ვინებიც იყვნენ მართლა ლომებთან უშვებდნენ და ლომებთან მიდიოდნენ და კვდებოდნენ იმის გამო რომ ქრისტიანობა როგორ ანუ იდეა არის გამო ხალხნობა ანუ რომში ქრისტიანობამ გაიმარჯვა ანუ ვერაფრით ვერ მოისყიდეს ყველაფერი იქნეს აბსოლუტურად რა დააშინეს მოკლეს ცემეს ლომები დააგლეჭ ჯვრებზე აცვეს ჩაქოლეს ყველაფერი მაგრამ ვერ გატეხეს ქრისტიანობა ყველაფერი სხვა გატეხეს ეგრევე ზოგი ფულით მოისყიდეს ანუ რეალურად ქრისტიანობამ საკუთარი თავდაბლობით სინანულით სიყვარულით და იმ ჭეშმარიტ ტოლერანტობით დააჩოქა რომის იმპერიის იდეა მრავალღმერთიანობის შესახებ.
აი თქვი რომში რო ვიყავი წასული კაკრას რო აი ეს მოხდა მან და ეს იმით კი არ მოხდა რა განსხვავება რა არის ახლა ხო მუსულმანებსაც დიდი პატივი ისემა კაი ადამიანები იქაც არიან მე მჯერა რომ კარგი ადამიანისთვის ახლა უეჭველი ქრისტიანი შეიძლება არც იყო რომ კარგი ადამიანი იყო მაგრამ ნახე მე რას ვცდილობ როგორც ქრისტიანმა რომ შენ სადაც სიტყვა და ბგერა პავლე აკეთებდა მაგას სადაც შედიოდა სინაგოგაში ყველგან შექონა ქრისტეს სიტყვას ყველგან ქადაგებდა შევალდებული ხარ ეგ ისაუბრო მაგრამ ის ღმერთი მიხედავს იმას ის რა გამოცდილება გაიარა რა ტკივილი გადაიტანა რას გაუძლო ის ღმერთმა იცის ხოლო ის გადარჩება არ გადარჩება ეს ჩემი საკითხი არ არის მაგრამ ნახე აქ მნიშვნელოვანი თემა რა არის რომ ის კვალი რაც ისტორიაში ქრისტიანობამ დატოვა და ღმერთის სიტიამ ხო და დღეს რაც თანამედროვე სოფლიოში რატომ იდის აი deep state-ის მიერ აი ზოგადად გრაფინანსებულია ეს ხო ჩვენ ძალიან ამაგაზე მაინც ვთანხმდებით დღეს ალბათ სხვა ბევრ ამაზე მაგრამ ამაზე კი და ნიუ-იორკში ამაგას შტაბინა ანუ ნახე თემა რა არის თემა ეგ არის რომ ქრისტიანობა არის ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშ იმიტომ დღეს თელ სოფლიოში და მათ შორის ევროპა იმიტომ არის დიდი თავდასხმის ქვეშ რომ ქრისტიანობაში არსებობს ყოველთვის წინააღმდეგობა და ინდივიდუალიზმი ჭეშმარიტი რომ შენი თავიდან ახდეს ჯერ შენ თავსული მე მთელ სამყაროს აი სულცირე მოუსყიდავები თუ არიან ქრისტიანები უკვე პრობლემაა მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა არის იმიტომ რომ წარმოიდგინე ეს შიშით კი არ ცელდება ნუ ეხა ვის როგორ ესმის ეხა ჯოჯოხეთის შიში ეგ არა ფუნდამენტი ამის ეგ არის რომ ეს სიყვარულით ცელდება ეს შეერთება თავის ადამიანის რაციონალური პერსონალური გამოცდილებით მიზეზი რის გამოც ქრისტიანობამ აი იმასთან რა ქვია რომაულ კულტურასთან ესება შერწყმით წარმოშო უდიდესი და ულამაზესი ცივილიზაცია ისტორიაში აი მე მაგალითად როგორიც იყო მაგალითად რენესანსი ხო თუნდაც ავიღოთ ხო ყველაფერში ფოკუსი გადმოტანილი ადამიანზე როგორც ქრისტიანობას გადმოაქვს ადამიანი რომ ადამიანი არის თითქმის აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია გახდეს ყველაფერს მიაღწიოს რომ ადამიანი შეიძლება წმინდანი გახდეს ადამიანმა შეიძლება განხრთობა განიცადოს ანუ ეს იდეა რაც ადამიანს გამოყოფს და უნივერსალურად აქცევს და ღვთის ხატებად არის ქრისტიანობაში რის გამოც დღეს ებრძვიან ქრისტიანობას სოფლიოში ბოროტი ზალები სატანისტები მოდის პირდაპირ ვიტყვი სატანისტები არის რომ ინდივიდუალიზმი მოკლან მართლა ადამიანში და ოღონდ ამ ყველაფერს ფსევდო ინდივიდუალიზმით განახებენ გაიგე რომ ნახე აი იმას რომ დაუბრუნდე ადამი და ევას საკითხსო ცნუნებით იტყვება აი ნახე ეშვაკი იმას კი არ ეუბნება აი შენ მაგალითად რავი ამას რომ შეჭამ ჯოჯოხეთში მიდიხარ არა აი ესეთ სიტყვებს ეუბნება რა თითქმის ზუსტად რო გადმოვიტანთ რომ იცი ამ ნახის ნაყოფს თუ შეჭამ შენ გახდები სიკვდილისა და სიცოცხლის შემცნობი იქასაც წერა შენ მოკოდები შაძაღლები რა არა პირდაპირ რა ინტერესი დაშვა რა ანუ რეალურად იობი ერთ-ერთი ძალიან მაგარი ძველი აღთქმის პერსონაჟია და ალბათ თქვენს გამოგადგებად ინსპირაციაში უმდიდრესი ადამიანი იყო და ღმერთი ეშვაკი ყველაფერს ართვენს აბსოლუტურად და იობი რას ამბობს იცი ძალიან დიდ ტკივილები გადახშვილებს კარგავს ყველაფერს კარგავს რომ მე მდიდარი როდესაც ვიყავი მაშინაც საღვთო ძალამ იყო შემოსილი ჩემი და მე როდესაც ღარიბი ვარ საღვთო ძალით ვარ შემოსილი მნიშვნელობა არ აქვს მე მდიდარი ვიქნები თუ ღარიბი მე მართალი უნდა ვიყო ღმერთის წინაშე და ნებისმიერ მოდესაც ჟარგონულად რო თქვა და ნებისმიერ კონდიციაში მე მაგარი ტიპი ვარ მაგარი იმით რომ ღმერთით ვარ მე შემოსილი ხო ვისარგებლებ იმით რომ შენ ხ თეოლოგიური ბევრად მეტი ცოდნა გაქვს და მე სინამდვილეში ეს არ მიკითხავს აქამდე და მე და მაყურებელი ერთად გავიგებთ შენ პასუხს ამაზე აი რო იცახიან ხოლმე რა რომ და ეს ფრაზა ხო არსებობს ფორსტები ბიბლიაშია რომ აკლემი უფრო ადვილად შევა ნემსის ყუნწში ვიდრე ილონ მასკი ხო კი და მაგასაც აგიხსნი რას ნიშნავს ილონ მასკი ხო მდიდარია მიკითხია კომენტარები რომ ძალიან არ მოწონთ რა ხო კი მე გეტყვი შეიძლება ნურალინკის ტექნოლოგია და რას გამოიყენოს კი გეთანხმები არ ნიშნავს რომ მასკია თქვა კაუ გენიალური კითხვა მინდა ვთქვა რომ დღევანდელ გადასვლა დავასრულებ არ მკითხოს მაპატიე რომ ადამიანი მე მაგრად მინდა რომ მილიარდელი ვიყო უჭველი გავხდები მილიარდელი კი და შენ შეგიძლია ქრისტიანობა შენ შეგიძლია შენი მილიარდებით ქრისტიანობას დაეხმარო და ეს ბოროტება არ არის ხო რა ნუ პირდაპირ გეტყვი მაგაზე მაქვს აი თელი საქრისტიანოსა და თელი მართლმადიდებლობის მიმართ მაქვს პასუხი იმიტომ რომ ბევრ აუდიტორიას საინტერესებს სიტყვა რის გამოც ეგ წარმოიშვა სარა მივალთ ახლა იქამდე რა და ვიწყეთ პირდაპირ გეტყვით მარტივ ფაქტებს მოვიყვან ფაქტებს იესო ქრისტე მდიდარი ადამიანის ქორწილში მივიდა სადაც წყალი ღვინო დაქცია მდიდარი ხაზგასმით მეორე ავიღოთ იოსებ არიმათიელი იყო მდიდარი ქრისტიანი მდიდარი იუდეველი ბოდიში ესე ვთქვათ ნუ ქრისტეს მიმდევარი ნუ ყოფილი იუდეველი რომელმაც ქრისტეს სხეული გამოისყიდა
ეს ძველი რომაული და ძველი ებრაული ტრადიციებით იყო ჩვეულებრივი მოსული პონტი მაშინდელ სამყაროში რა. ანუ რა მაგალითად როდესაც ადამიანი გარდაიცვალებოდა კომუნისტებს როგორც ქონათ რა, ანუ მისი სხეული უნდა გეყიდა რომაელებისგან რა, უნდა გეყიდა წამოვიდეს სუდა, რო დაგემარხა, ხო. იოსებ არიმათიელი იყო მდიდარი ადამიანი. მაშინდელ სამყაროში რატო იყო ძალიან მდიდარი? ნახეთ, ქრისტეს კრძალავენ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკლდამაში. რომელშიც ფული არის გადახდილი ჩვეულებრივად ძალიან დიდი, ნუ ბიბლიაში პირდაპირ წერია, მაგრამ ფაქტობრივად მივყვეთ. ხო, ეგაა ძალიან საინტერესო თემა. და რომელმაც ნიშნავს იოსებ არიმათიელმა გამოისყიდა ეს სხეული, ნუ მე დედებმა და იმათმა გამბანეს ეს ყველაფერი რიტუალი ჩაატარა ჩვეულებრივად და როგორც იუდაური წესით ისე დაასვენეს, იმიტომ რომ მაშინ კონტექსტი წარმოვიდგინოთ ისტორიული როგორია მაშინ, ხო? მაშინ რა თქმა უნდა არც კრებებია გამართული, ნუ მე პოსტფაქტუმ ხდება მე ყველაფერი. მაგის გარდა ქრისტე არის მდიდარი ადამიანის ესე თქვა ნადიმზე მისული არის ბიბლიაში ესეთი ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც ქალი შევარდება სამარიტელი და დაუწყებს დაბანო, ნუ ფეხების დაბანონი ძველი აღთქმაში ნიშნავდა ეს დიდი პატივისცემის გამოხატვა რა. ანუ არის ეპიზოდები ბიბლიაში, სადაც სიმდიდრით, პირდაპირ სიმდიდრეს, პირდაპირ ღმერთი ასოცირდება. აი მაგალითად უამრავი ძველ აღთქმაში ძალიან ბევრი ღმერთი ებრაელებს უნიშნავდა ჯამაგირს, ამდენი უნდა მიიტანო. 666 მონეტარას ნიშნავდა, იცი, მე ეს ხო, ანუ ოფშიაკი იყო მისატანი, ეს იყო დავითის და სოლომონის დროს. ხალხო, მინდა ერთ კითხვას დაუბრუნდე და ეს მაგალითები რატომ მოვიყვანე. სიმდიდრე არ განსაზღვრავს იმას, რომ შენ ჯოჯოხეთში მეტიხარ. ფული არის საშუალება და რა საქმის მოხარ შენზეა დამოკიდებული. აი მაგალითად, გიორგის უნდა მილიარდელი გახდეს. თუ გიორგი მილიარდელი გახდება და მჯერა რომ გახდება, თუ ის ქრისტიანობას დაეხმარება ჩემ მამაოს, რომ ტაძარი ბოლომდე დაასრულოს. ხო, ლამბორჯინის რომ აბსოლუტურად თელ ქრისტიანულ სამყაროს ხა დაეხმარება და ის კაი ღვაწლს და ისეთ სამონასტრო კომპლექსებს ააშენებს და ის რაც დაუდგება. ამაში რა თქმა უნდა, ადამიანი რომელიც მოვიდა გეტყვის, ეს არის მტერი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე რა. იმიტომ რომ ნახე, ეხა ის პოპულისტური აზრები რომ ეხა ვიღაც ამაზონის ჯუნგლებში კვდება, ხო? ანუ ეს მაშინ იცი რა გამოდის, რომ შერი ადამიანი ყოველ წამს კვდება დედამიწაზე. მაშინ არ უნდა ჭამო, ქრისტიანმა არ უნდა ჭამო, შენც უნდა მოკვდე. ანუ ეს არ ნიშნავს მაგას აბსოლუტურად. რატო გონიათ ადამიანებს ესეთი ფსევდო, ანუ ეს არის წმინდანზე სოფისტური გამონათქვამები, რომ იმის გამო რომ შენ ნამუზი აგაგდონ, თითქოს შენ რატო ჭამ აქედან, ხო? მაშინ რა გამოდის ხა ქრისტე ნადიმზე, როდესაც ჯერა ეფიქრა, აი მე ვიღაც 3000 წლის წინ უსამართლოა მოკლული. ყველაფერზე შენ ხარ პასუხისგებელი რა. გენეტიკაში რა არის ბიბლიაში რა წერია, იცი? მამები, სოდვები, მამა, აი მამე შენ ვარ აქნა. შენ მოგიკითხება. და ეს საღვთო თვალსაზრისით როგორია თუ სამართლიანია. იმიტომ რომ შენ გადმოგა გენეტიკა, შენზე გამოდის ნება, შენზე გამოდის ყველაფერი, მაგრამ მაგარი როდის ხარ, იცი? რომ ამას წინააღმდეგობას უწევ. შენ ხვდები, აცნობიერებ, რომ შენ ხარ დაცემული და შენ შეგიძლია შეცვალე, როგორც ბეტმენ ბეგინშია. შენ შეგიძლია გახდე მაგარი. შენ შეგიძლია აღზევდე ადამიანი. მოსეს მაგალითი რატომ მოვიყვანე? მოსემ ნულიდან შეძლო ეს ყველაფერი. სიმდიდრეში კი არ მივიდა ღმერთი, ნულიდან, დაცემული, განადგურებული, მენტალურად დაცემული, მიდის და ღმერთი აცოცხლებს მას. ეს ინდივიდუალური ტრანსფორმაცია შენში თუ არ მოახდინე, ხო? სხვა, აი ძალიან მაგარი რამე არის, აი ზოგადად რო შეხედო რა, აი მაგალითად რა მიზეზი უნდა ქონოდა, აი წმინდა გიორგი მაგალითად, რომელიც იყო უდიდესი მეომარი, უძლეველი, უძლიერესი და იმის დროს დიოკლეტიანეს დროს მოწამეობრივად ამთავრებს იმასე რა ქვია სიცოცხლეს, ხო? ქრისტეს გამო ამ ყველაფერს. ანუ როდესაც მაგალითად მოყავს კიდე 100,000 მოწამე, გინდა წმინდა გობრონი, უამრავი ქრისტიანი, რომელიც მარტო ჩვენ ყოლია საქართველოში, ხო? მოდი სანამ ჩვენ რაიმე ათეისტებს მინდა ეს უთხრა რა, რაიმე ირონიული გაგიჩნდება ზოგადად რელიგიის საქმე. ნებისმიერი რა, მე მესმის რომ თქვენში ხარ ეს არსებობს. აი მოდი ორი წაი მაინც შევძლოთ და წარმოვიდგინოთ, როგორც რასტინკოული იყო და იმიტომ მიკიდია ჯვარი რომ ყოველდღე ჩემი ჯვარცმა წარმოვიდგინო. ხო, აი შენ როდესაც აბა ერთი წამით წარმოვიდგინე იმის ადგილზე, შენ რისი გამკეთებელი იყავი მაგ მომენტში რა. აი რისი გამკეთებელი ხარ ექსტრემალურ სიტუაციაში შენ რომ მოდიხარ და აკრიტიკებ მაგალითად ვიღაცას, აი მაგალითად აი წმინდა გიორგი მეს რატო გააკეთა, იმიტომ რომ ეხა ობიექტურად რო აგეღო ადამიანურ თვალსაზრისით რა, აი მე სიკვდილზე მიდის, სიცოცხლეს კარგავს, ხო რა არის, ხო რა სისულელია. მაგრამ აბა იმას ჩაიხედე, ის რას ფიქრობს, ის ემოციები რა არის. მისი აი მაგალითად ძალიან საინტერესო მომენტი არის აბრაამს ღმერთი ეუნება რომ აიყვანე შენი შვილი დაკალი. ერთადერთი ძლივს მოცემული შვილი წარმოიდგინე რა, როგორც სხვარი წარმოიდგინე რა. აუ კატაზე რო ეგ მითხრა, სიმარში ღმერთმა შანსი. ხო და წარმოიდგინე რა, რო აკავს რა და შენ რო ისაკე რო აკავს და რო უნდა მიიყვანო და ბოლოს რო ეუნება რომ შენ არ მოკლა. მაგრამ რეალურად აბრამა მოკლა საკუთარი შვილი. რითი? რომ
მან დაამტკიცა რომ თავისი შვილის მოკვლაც კი შეუულია იმისათვის რომ ღმერთს უერთგულოს. ხო რო არ მოუკლია. ხო რა თქმა უნდა, მაგრამ იდეურ დონეზე მან უკვე მოკლა. იმ წუთას როდესაც გაიღვიძა დილით რომ სარამო რო შეხედავ რომ ისინი ვირი აღარ იყო და ცხენი შემული ვიხვდა უკვე რაც მოხდაო რა. ანუ ტექნიკურად გონებაში მან უკვე მოკლა. და აი ხა ვიღაცა რო გამოვა გაიგე და ვიღაც გეტყვის აი რეების ჯერა რა შენ წარმოიდგინე შენ ერთადერთ შვილს გაძლევს ღმერთი და იმაზე გეუბნება მოკალე ადიხარ ამას არ გოკლა ეს მაგრამ შენ რო დაიტეს და ის გააკეთე შენ შეგეძლო უარი გეთქვა და არაერთი მომენტია ბიბლიაში შესაძლოა უარს ეუბნება ადამიანს ამას არ გავაკეთებ ვერ იმას ვისო ანუ ძალიან მარტო აი ებრაელებს ამდენი ქონათ ღმერთს ევაჭრებოდა და ამდენი ფული უნდა ავიღო და შენზე რამდენი არ უნდა აი აით რო აკეთებ რა hello guys god told me to do this და რაღაც და ერთი რაღაც ხო არ ვიცი თუ რაღაცა მე ღმერთ შევეწინააღმდეგე ეხლა მეგობრებო ვითომ ბლოგერებია რა ვიცი აით რო აკეთებ ეხლა მე გემზე ვარ შტორმია იმიტომ რომ ღმერთს არ დაუჯერე და მე გადადის ეხლა რომ რაღაც ცხოველის პირის ღრუში ვარ ხო და ეგ არის განსაკუთრებული მაგაში რომ შეგიძლია რომ პიროვნული ტრანსფორმაციას ადამიანმა მიაღწიო რა და მაგაზე ვილაპარაკეთ სწორედ რომ შენი არავინ არაფერს არ გატეს პასუხისმგებლობა შენი ჯვარი შენ თვითონვე უნდა აიღო რა შენ ჯვარს შენ თვითონ არ აიღებ არავინ ისე შეიძლება მოკვდები თუმცა არაფერი ანუ შენ თუ გინდა რომ გახდე ნამდვილი ქრისტიანი შენ უნდა აიღო შენი ჯვარი შენი ნებით არავინ არ გაძალებს არავინ არ შენ მიდიხარ იღებ და ამ გზით აგზელებს ცხოვრებას მე ჩემი ჯვარი რა თქმა უნდა აღებული ვარ ძალიან და ქრისტე მაგას ძალიან მაგარ რაღაცას ამბობს რომ ჩემი ტვირთი მსუბუქი არს და ადამიანს არასდროს არ მივცემ ისეთ პრობლემას ისეთ წნეხს რისი განსასწრების გადატანას თვითონ არ შეულიო ეს არის გენიალური ფრაზა მე რაც ჩამომახსოვდა ხმა მეხსიერებაში და ის და საბოლოო ჯამში შემიძლია თქვა ის რომ ყველაფერი ადამიანი რამ მდგომარეობაში არ უნდა იყო ღმერთი ყოველთვის არის შენი არბიტრაჟი ამ შემთხვევაში გინდა ათეისტი იყო გინდა აგნოსტიკი იყო გინდა ნებისმიერ პოზიციაში რომ შენ ამ იდეას უბრალოდ ვერასდროს ვერ გაიქცევი რა ვერასდროს ვერ გაიქ ის ყველგან მოგაქნებს შენ ყოველთვის მოგიწევს თვალებში შეხედო რაღაცებს რაც ყოველთვის აგალაპარაკებს ამ მიმართულებით ამიტომ მე რასაც აგნოსტიკებს და მე პირველ რიგში მოდი შენ რასაც გირჩევ ეს იქნება რომ სანამ შენ პერსონალურ ექსპერიენს მაგებში მიიღებ პერსონალურ გამოცდილებას დამიჯერე რა კითხვებიც ახლა შენ გაწუხებს შენ თუ პერსონალურად ადგები და ამ ყველას უბრალოდ ქრისტიანულად შეიმეცნებ დამიჯერე ეგ კითხვები უბრალოდ აღარ შეგაწუხებს იმიტომ რომ შენზე და ჩემზე ბევრად მაგარ ჭკვიან ადამიანებს რომელს თელი ცხოვრება ამაებს მიუძღვნეს ისეთი დასკვნები აქვს ამაზე გაკეთებული რომ აი მარტო წმინდა მამები რო ავიღო უბრალოდ ვერაფერი ვერ გადაწონეს სოფლიოში არსებული ყველაზე დიდი რავი ხელოვნური ინტელექტის იმდენი აქვს ნაფიქრი და იმდენი აქვს ამაზე გაკეთებული ამიტომ პატივისცემას ამ შემთხვევაში და გულწრფელობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს რომ შენი ნებით უნდა მოახდინო ეს ყველაფერი თორე აი ხო გეუბნები არანაირი რა ვიცი რა არგუმენტი ჩემთვის სასაცილოა რა ყველა იმდენი არგუმენტი მაქვს მოსმენელი ღმერთის შესახებ რომ არსებობს ერთადერთი გინდა გითხრა ღმერთის ატომ ჩერა პერსონალური გამოცდილება მაქვს უბრალოდ აი ზოგს მაგრად ევასება როგორ ელაპარაკიცი აი ონტოლოგიური არგუმენტები ეპისტემოლოგიური გნოსეოლოგიური ანუ სისულელეებია ჩემთვის სისულელეებია უბრალოდ რა ჩემი გამოცდილება ჩემი პერსონალური გამოცდილება რომ მე ღმერთმა საკუთარი თავი ამ სამყაროში დამანახა რომ მე მას ყველა დიდებული სილამაზის უკან მე ვხედავ ყველა დიდებული თავგანწირვის და იმის ეს ჩემთვის საკმარისია ვინც ახლა რომელ ქრისტიან მოწამე მოდიოდა ახლა და ფილოსოფიურად მოდი ახლა გედებატო ახლა ეს არის იმის არგუმენტი ჩემთვის არის სისულელე ერთადერთი არგუმენტი რომელიც ღმერთის არსებობას ამტკიცებს თავად ხართ თქვენ ხალხო და ეს სილამაზე რომელსაც თქვენ ხედავთ და ეს თვალები ეს სილამაზე ამ სამყაროში რაც არსებობს საკმარის სიმტკიცეულები მოქს სახარება მაგას საბოლოო შენ უკვე უნდა ხედავდე ღმერთს მაგრამ ახლა ხო გეუბნებით ეს ყველაფერი არის პინგ-პონგიც არის ნებისმიერი დებატები არის პინგ-პონგი რომ ვინ უფრო მაგარი ტიპია რომ მეორეს დააჩმორებს და მეორეს შეურაცხყოფს ეს არა ქრისტიანობა ბოლო მასკი ანტიქრისტია თუ არა არ ჯერა მე მასკის ანტიქრისტობის მე მისტერ ბისტი უფრო მგონია რომ ანტიქრისტე იქნება და კუშნერები კიდე რა მოთვალწინებული მყავს ეგენი და ამიტომ მე ჩემი გულწრფელი პოზიცია ამ ყველაფერთან მიმართებაში ის არის რომ წმენის ძიება არასდროს არ შეწყვიტო ყოველთვის ეცადე რომ იმ მორალური კომპასი დრაზედაც შენი საუბრე რომ კონსტანტაცია ამ ყველაფერს გააჩინა და მარადიულია რაც პირველ საუკუნეში ცოდვა იყო დღესაც იგივეა და ეს არაფერი იმას არ განიცდის ევოლუციებს ეს ყოველთვის ესეა კვლელობა ადრეც იგივე იყო დღესაც იგივე სიმძიმისაა გირჩევ რომ მეტი გამოცდილება მიიღო და მეტი ცოდნა შეიმეცო ქრისტიანობა ერთი კითხვა კიდე და მაყურებელს საინტერესო არის და ზოგადად ეხება რა საქართველოში რა ვიღაცებს და ბევრს საკმაოდ რა ანუ აი რო ამბობენ ხოლმე რომ ღმერთს ვჯერა არა ეკლესიის არა ან ეკლესიას ავტორიტეტად არ ვაღიარებ თავისი რწმენები რო არა პედოფილი მამაები რო არსებობენ ხო გჯერა მაგას
და სხვა შორის ეგ მაინტერესებს რა, ეკლესია მე მჯერა რო არსებობდა და ეკლესია თუ უპირისპირდება და როგორ უპირისპირდება, რა ხდება აი ხო, საერთოდ პედოფილი, ზოგადად პედოფილია ნებისმიერ რამე რაც დაგმობა კი არა, პირდაპირ ჯოჯოხეთს უდრის პირდაპირ. ეხა ჩემი ამბოსიც ვთქვა, ნებისმიერ პედოფილი პირდაპირ ჯოჯოხეთს უდრის. ამაზე დიდი ცოდვა ერთი თვითმკვლელობა თუ მახსენდება, მე იმიტომ რომ ეს ბავშვისთან და იმის შეხება ესეთ იმაზე ეს არის სასიზღვრობა ამორალური რამ. გამოსლები ქონიათ რომ მამაო არა, რა თქმა უნდა, კი, მესმის. ნახე, ძალიან რთულია, როგორც პოლიტიკაში ბიუროკრატიის კონტროლი, ასევე ძალიან რთულია ეკლესიაში მაგის კონტროლი. მithumedes ეშმაკების პირველი სამიზნე ალბათ ეგ. ხო, რა თქმა უნდა და რატოა ეს ყველაფერი ესეთი რამ, იმისათვის შენ ანათემას გადაგცენ, შენ უნდა იყო დოგმატურ ერესში. საღვთო სამართლით, ბიზანტიური სამართლით, შენ თუ ერესში არ ხარ, შენ თუ პრორუსი მამაო ხარ, ვერავინ ვერ გადაგაყენებს და ვერავინ ვერ გეტყვის ეს ქრისტიანი არა. მამაო შეიძლება იყოს პრორუსი, მამაო შეიძლება იყოს პროამერიკელი. ამის გამო ქრისტიანი არაქრისტიანი არ წყდება. ძლიერ ცოდვილი. ხო, მაგრამ სანამ ეკლესიას არ ექნა ფაქტობრივი მტკიცებულება, წმინდა სინოდზე წყდება ეგ ყველაფერი, რამე ისე ვერ ხდება მაგების გამოძიება. ხალხო ეგ მაინტერესებს რა, ეხა მე მეც ბავშვი ვიყავი, ხო 4 წლის ვიყავი, 5 წლის ვიყავი, ხო ეხა იმდენი ელემენტარული ცოდნა მქონდა რომ ეხა ვიღაცას რო რაღაცეთი ექნა სექსუალურად ეძალდა ჩემზე მიხვდებოდი რომ რაღაცა არასწორი ხდება რა ვიცოდი ყველაფერი რა იყო რა და მშობლები რას კეთებენ მაგ დროს მე არ ვიცი როგორ ვერ გავიგე კითხვა მშობლების პრობლემაა ეხა ვიღაცა მიშანულაძე მას მოყვა რომ მამამ იძალდა სექსუალურად ჩემზე და მაგ მშობლები რას კეთებენ არატო არ უთხრა ბიჭო ხო და ეგ უკვე არის ოჯახური ეგ უკვე არის ოჯახური პრობლემა და ისეთი უნივერსალური და ისე თქვა რაღაც განზოგადებული რაღაც სტრუქტურა არსებობს რომელიც ამას აკონტროლებს ადამიანები ვართ ყველა ნებისმიერ შემთხვევაში მე ასეთ რაღაც ვიტყვი რა ჩემი განმსხვერპლიდან რა არიან ადამიანები, აი დომენიკ მანგოს მსგავსი ფიგურები, რომლებიც ეკლესიაში ცუდს კი არ ებრძვიან. ხო. ეკლესიაში არსებული ცუდი რაღაცების გამო ეკლესიას ებრძვიან. ხო, რა თქმა უნდა, ეგ არის სისულელე. განსხვავდება ეგ ორი რაღაც. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წარმოიდგინე რა შუაშია მართლმადიდებლური დოგმატიკა სხვა რამეა. ხო. და მერევლი არის სხვა რამე. ხო. როგორ შეიძლება ვიღაცა ვინც მართლმადიდებლია შეიძლება თავს უწოდებდეს და იმან კაცი მოკალას. ამის გამო მთელი მართლმადიდებლობა ცუდი. ხო, აქ თუ მიდის ბეთლი, იმენა ბეთლი, რაც დღეს არ მოხდა, დღეს საუბარი გვაქვს შენ. ბეთლის დროს, როდესაც შენ ათეისტ უჯდები, ათეისტ ბიბლიაზე არ ელაპარაკი, ათეისტ ესაუბრე ფილოსოფიაზე, ფილოსოფიის საგანია ღმერთი. შენ თუ მუსულმანს უჯდები, უკვე თეოლოგიური დებატები, ეს არის ბიბლია და ყურანი. როდესაც შენ მაგალითად იეჰოვას ელაპარაკები, მანდარი შენ მარტო ბიბლია არის შენ, იმიტომ რომ ბიბლიური სენ. ნახე, ყველაფერს აქვს საკუთარი დარგი. რაც უნდა განიხილო, საგანი დებატების რა, ისე რომ თქვა, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად რავი, იმას რა ქვია, იმის კანალიზაციის იმას ხელოსანს ეხლა ვერ დაილაპარაკები საზღვაო ისენი როგორ არის ნაოსნობა როგორია, იმიტომ რომ ის საგანი სხვა რაღაცა. კიდევ აინტერესებს, მაგრამ ეს საინტერესო ხალხს დარწმუნებული ვარ აინტერესებს. სახელმწიფოს ხო არ აქვს უფლება რომ საპატრიარქოს ჩაერიოს თქვა. არ აქვს ხო უფლება? საპატრიარქოში არა. არა. ხო, ვინ განიკვეთება ვინ არა? არა. იმიტომ რომ მართლმადიდებლური სახელმწიფო რელიგია არ არის. ხო, ეგ ერთი. ჩვენი სულიერი მამა და არის ილია მეორე, რომელიც არის მის დაქვემდებარებაშია. ქრისტიანულად არის რომ მეფე როდესაც იყო, მაგ შემთხვევაში კი, როგორც დავით აღმაშენებელი, მაგრამ დღეს მეფე არ აკავს. ოკეი. ხო, აღმაშენებელს ქონდა უფლება რომ კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის იყო საერო და საეკლესიო, მან მისცა მაგალითად წმინდა იმას რა ქვია, ჭყონდა ღმერთო მისმინე სიტყვები ჭყონდიდელი გახდეს წმინდანი. საეკლესიო და სასულიერო პირი, შეარწყა ერთმანეთს და ჭყონდიდელ უხუცეს წარმოშვა როგორც თანამდებობა, ქრისტიანულად ქონდა. მას უკვე უფლება ქონდა მეფეს, რომ ჭყონდიდელის იმით მოეწყო საეკლესიო კრება უკვე. ბიზნეს არ აქ. არა, ამ შემთხვევაში არ ხდება ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იდეაში საპატრიარქოზეა დამოკიდებული, რომ შიგნიდან წმინდა რაღაც დონეზე რაც. ხო, რა თქმა უნდა, თვითონ შიგნიდან უნდა მოხდეს, მაგრამ აქ არის ხო კიდევ ერთხელ გეუბნები რა, ბევრი ეს არის ადამიანური მომენტი, რასაც ვერ გააკონტროლებს, ვერც მრევლის რაც უფრო დიდია მრევლი, მით უფრო მეტია პრობლემა. იმიტომ რომ ეს არის, ხალხო არ დაგვაუწყდეს რა, ყველაფერი, სანამ მართლმადიდებელი ხარ, სანამ ქრისტიანი ხარ, სანამ ზოოლოგი ხარ, მაქამდე ხარ ადამიანი. არავინ არაფერი ღმერთის გარდა არავინ არაფერი არ იცის. და ნუს შით ადამიანებს, ნუს მანქანებით, ნუს მართლმადიდებლობას ნუ ებრძვით იმის გამო, რომ ვიღაცა რომელიმე მამაო არ მოგწონთ, იმიტომ რომ აქ ხალხო დგას მთელი წმინდანები, მთელი თეოლოგია, მთელი სკოლა, მთელი უდიდესი რამ გამოცდილება, რაც ქრისტიანობამ დააკროვა და 1-2 ადამიანის გამო რო ხდები ათეისტი იმის გამო, რომ მამაო არ მოგწონს, ეს არის სიჩქონგე რეალურად და ეს არის გულწრფელობა საკუთარ თავთან. იმიტომ რომ შენ თუ ეხა მიზეზს ებრძვი, აი მიზეზი გინდა, უბრალოდ ეხა შეიძლება ბიბლიიდან ისეთი მიზეზი მოიყვანო, სადაც ჩვეულებრივი
ეთნოწმენდა ხდება ხალხი. ანუ ბიბლიაში პირდაპირ წერი არის მომენტები, სადაც ღმერთი ავალებს ადამიანს იოსონავეს ადარებს, რომ შეხვალო იერიქონშიო, გაჟელიტე ყველა, ორსული, ქალი, ბავშვი ყველა. ეხლა ამას აქვს ძალიან დიდი ახსნა. რომ იქა ძველ აღთქმაში რჩეული ხალხი ებრაელები არიან, რომ ხოლოდ ეს მიყვება, რომ დანარჩენი უწმინდურებაც ანამ გამოსყიდულები არიან ქრისტეს მიერ და აქ მორალური კომპასის სხვა, იმიტომ რომ მაშინ სიკვდილს არაფერი ფასია. ანუ ძველ აღთქმაში ადამიანის ფასი არა აქვს, ვაფშე ნულია ადამიანის ფასი. მათ შორის მართლები ჯოჯოხეთში ხდებოდნენ. ანუ ნახე პერსპექტივით როგორ უყურებ, ეხლა რო გაუყვერო, ეხლა მაგალითად მამაო რო ავიღო და მამაოს ვიღაცა მამაო არ მომწონს და მაგალითად მართლმადიდებელი უარი ვთქვა მართლმადიდებლობაზე. ანუ ეგრე გამოდის მაშინ ის ქრისტიანები რომ მოდიან მამაოებს ებზვიან, მაგის გამო საერთოდ ბიბლია წაიკითხონ, ისეთები წერია, რომ ყურანს არ დაესიზმრება. მართლა სრული პასუხისმგებლობით, რომ ყურანს არ დაესიზმრება, ის ძალადობა რაც იქა. მაგრამ შენ უნდა იცოდე პერსპექტივა რა შენ რო ცდომილებაში არ წახვიდე. აქ წმინდა მომებს აქვთ ეს ყველაფერი ახსენი, რამხელა თუნდაც ფარაონის შვილის ღმერთი კლავს თვითონ. მაგრამ ფარაონის შვილი არ მოკუდარიყო ქრისტე ვერ მოდიოდა დედამიწაზე. ქრისტე რა უნდა თელი კაცობრიობა ჯოჯოხეთში მიდიოდა. ანუ ნახე საფასური ყველაფერს აქვს. როცა ანუ მაკიაველისტი აღმოჩნდა ღმერთი მაგ. ანუ მაკიაველისტი კი არა ტექნიკურად ესე მუშაობს ეს ყველაფერი. სხერპლის გარეშე არაფერი. მაშინ ხო, არა, მე გეტყვი. ხო, მიზანი ამართებს საშუალებას ზუსტად. კი, ბიბლია. ეგ გააკეთე და აგიხსნე რატო? მარტივად. ქრისტეს არაფერი დაუშავებია და საკუთარ თავის შეწირო. ხო, აი პასუხი არის მაგ ყველაფერზე ეგ. ანუ ღმერთი ევნო იმის გამო რაც არ დაუშავებია. ანუ აქედან გამომდინარე ტექნიკური პოლიტიკური თემები ბიბლიაში ძალიან თავისუფლად მოქმედებს. რომ რაღაცას აქ თავის საფასური. ქრისტემ ტკივილი აიტანა იმის გამო რომ ადამიანი გადარჩენილიყო. იმის გამო ეხლა რომ მორალურად შეხედო ქრისტე რა შუაში იყო. გეტყოდა ქრისტთან მაგარ სასამართლოს მოგიწყობდა. ისე რომ ვერც გაიმართლებდი თავს. მაგრამ რატო აკეთებს ამას? რომ დაანახოს და მაგალითი მიცეს რა არის თავგანწირვა. გაიგე? რა არის თავგანწირვა? აი ამას განახებს ქრისტე მაგით. და მიზეზი რის გამოც ახლა დიდი ადამიანები მოდიან და ესე რატო ხდება ბავშვები რატო ყდებიან ეგეთი რამე არავის არ უხარია თქვენ არიცით ეს რამხელა ტკივილია სამყაროსთვის და რამხელა ტკივილია ღმერთისთვის ამ ყველაფერი მაგრამ ღმერთმა შექმნა ადამიანმა წარმოშვა ცოდვა ხოლმე მიხედეთ ყველამ თქვენ თავებს ქრისტემ რაც გააკეთა მაგის ვალდებულებაც არ ქონა ეგრე გააკეთებენ მაგრამ ღმერთი რო არის სიყვარული და ღმერთი რო არის ყველაზე დიდი რამ ანუ ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანი და ყველა მისი ხატება სწორად მაგიდო მაგეთებს ყველას. ვალდებული არავინ არაა საერთოდ. როგორც თქვენ არ ხართ ვალდებულები, თქვენ საყვარელ ადამიანებს ურეკოთ, მაგრამ იმიტომ ურეკოთ, რომ გიყვართ. ქრისტემ გააკეთა. საერთოდ არ იყო ვალდებული, მაგრამ გააკეთა. ამიტომ ესეთი კონსტრუქციული მიდგომები, რა გირჩული მიდგომები, მაგალითად ესე რატო იყო, ესე რატო იყო. ყველაფერს საკუთარი მის სხერპლი აქვს. მეც გავიღებ ამ სხერპლს, გამიღია, გიორგიც გაიღებს, თქვენც გაიღებთ. და ნუ ეცებთ თამაში სამართლიანობა უსამართლობას, იმიტომ რომ მე მგონია რომ სამყარო საკმაოდ სამართლიანია. რადგან ჩვენი არჩევანით იკვებება აბსოლუტურად ყველაფერი რა. და ჩვენ თუ იმას ვაღიარებთ რომ მამა, დედა, მაშინ იმის ცოდვებიც უნდა იყოს შენ საკუთარ თავზე რა. და მოყვება გენეტიკურად ზოგი მახინჯი იბადება, ზოგი ლამაზი იბადება. ანუ ეს შენი გინდა არ გინდა ესე ხდება. მაგრამ მაგარი მაშინ ხარ, როდესაც იღებ ამ რეალობას და ბრძოლას უწყებ ამ წინააღმდეგ. აცხადებ. ის კი არა რომ აი მე უსამართლოა ცხოვრება, ბავშვები რატო ყდებიან, ის რატო ხდება, ის ამაზონში რატო იხშობიან ისინი ამაზონის არ გითხრა. იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან. ღმერთმა მოგცა საკმარისი ფეხი, ხელი, ტვინი, დანარჩენი უნდა გაანძრიო შენ. არ გაანძრევ, მაშინ შენ თავს დააბრალე უბრალოდ რა. შენ უნდა დაძლიო შენი ცდუნებები, შენ უნდა დაძლიო შენი პრობლემები. შენ თუ ამ ყველაფერსთან გამკლავება არ ისწავლე, ქრისტიანობაში საჩუქრები არ არსებობს. არ არსებობს საჩუქრები, არ არის საჩუქრები. შენ უნდა გამოიმუშაო მადლი, შენ უნდა გამოიმუშაო ჯვარი, შენ უნდა აიღო. ქრისტეს შეიძლება ეს ყველაფერი არ გააკეთებინა, მაგრამ გააკეთა იმისათვის მაგალითი მოეცა ჩვენთვის. მაგალითი რომ ყველა ადამიანმა შეუძლია რომ საკუთარი მსხვერპლით, საკუთარი თავგანწირვით, არა მარტო თელი კაცობრიობა როგორც ქრისტეს ახ არავის უადარებ რა თქმა უნდა, გამოიხსნას არამედ საკუთარი თავი შეცვალოს და მოახდინოს ამის ტრანსფორმაცია. როგორც უკვე მაქამდე არსებულ ბიბლიურ მომენტებში ხდება. მოსე, რა ვიცი, რომელი ერთი ავიღო, არონი, აბრაამი, სოლომონი, აი ძალიან ბევრი ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი შეძლეს და სანამ ჩვენ ეს ინსტინქტები არ გამოგვიმუშავდება და პროფესიონალურად არ მივხედავთ, მაქამდე ყველანი განწირულები ვართ რა. ყველანი, მათ შორის მეც. რეალურად, იმიტომ რომ ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება. ესეა ბიბლიაში, რა თქმა უნდა. ის უფრო შეიძლება მორალურად უფრო მართალი იყოს, წარმოიდგინე, ვისაც არ გაუგია არაფერი და არაფერის ვიდრე მე. მეტი მოგეთხოვე, მეტი მოგეცა, მეტი მოგეთხოვება. ხო იცი ის როგორც მონეტებს რო აძლევს ღმერთი და ერთი მოაქვს და ანუ რეალურად შენი მადლი თუ არ გაამრავლე,
შენ მეტი უნდა იყო ყოველთვის, რასაც დარგები შენ მეტი უნდა ქონდეს ამაზე ყოველთვის, იმიტომ რომ შენ თუ მეტი მოგეცავ, მეტი მოგეთხოვება ამ ცხოვრებაში. სხვანაირად ადამიანი მკვდარია. ამიტომ ფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ ეს პოდკასტი ღმერთის საუბარზე, ჩვენ ამ იდეას ვერ გავიქცევით ადამიანები რა, გინდა აგერ აგნოსტიკის პოზიციიდან, სადაც ირიბათ თუ ცალსახად გვერდი უარა და მაინც ღმერთამდე მივიდა და ადრე თუ გენა რა თქმა უნდა მე ვჯერა რომ ქრისტიანი შემდგარი ქრისტიანი გახდება და ქრისტიანობის გამო იბრძოლებს, იმიტომ რომ ერთადერთი ნაბიჯია უკვე ამაში დარჩენილი, ეს არის უკვე საღვთო მართლა მადლი, რომელიც შენში პერსონალური გამოცდილებით უნდა მიიღო რა. დანარჩენი არის სისულელები და მიჯერ რა არგუმენტებიც გინდა იკითხე, რა ფილოსოფოსაც გინდა მოусმინე, სანამ ქრისტეს შენ გულში არ იგრძნობ და შენ ამის როგორ ძაბობა არ ჩაგვერთება და მთელი სხეული, მთელი უჯრედს არ შეიძლება მაგამდე არ მოხდება და მადლს გააჩნია ეს სალა. ეს არ გააჩნია არც ერთ ადამიანს. აი პავლე მაგას ამობს მაგალითად, რომ შენი სიბრძნეც არიელა, საზიზღარი ოფლის წინაშე რა, აი შენი რაღაცა მარტო საღვთო სიმართლითა და საღვთო პერსპექტივით. ადამიანი რომელმაც რა იცის რა არის სიყვარული, მას შეუძლებელია ღმერთთან ერთ დროს არ მივიდეს, ეს შეუძლებელია აბჯერა მაგის. ერთხელ მაინც თუ ვინმე გიყვარდა ცხოვრებაში, ადრე თუ გიან ღმერთთან მიხვალ. შეუძლებელია ეს ვერ დაინახო. ეს ლიბერალებს და მაგათ არ ესმით ეგეთი რაღაცები, მიდრეკილნი არიან მაგით. მაინც ისე ვერ გავიდა პოდკასტი მაგათ მაინც შევეხე, მაგრამ ხო, ეგრე არის რეალურად, იმიტომ რომ ხო, ხო, სასაცილოა, მართლა სასაცილოა, იმიტომ რომ თემა რა არის, რომ დღევანდელ სამყაროში ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა იმიტომ ხდება, რომ მაგათის უბრალოდ არ მოწონთ ეგ. ზატო ევასებად ასტროლოგია, ზატო ევასებად რაღაცა უცხო პლანეტელები, რაღაც მისწრება, ღმერთი რო გელაპარაკება, ეგ არა საინტერესო ბიბლია და ეგ არ შეიძლება ხალხნო. არ შეიძლება, ძალიან ცოტა ხანი ვცხოვრობთ. და 12 ფიცარი მეაქ ადამიანს, არც იმდიდრე, არც YouTube-ი მიმაქ, მე აქედან არც ეს არც მილიონები მე რასაც ვიშვები, არაფერი არ მიმაქ. მე მიმაქ ხოლოდ ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ მაგარი შედარება რა, სიკვდილის მერე დებ, ერთ ხარეს ბუმბულია, მეორე ხარეს შენი სინდისი. თუ შენი სინდისი ამ ბუმბულს გადაწონეს მართალი ხარ. მე ესე მჯერა და მე მჯერა რომ სიკვდილის მერე სიცოცხლე არსებობს, მე მჯერა რომ ჩემი ცნობიერება არ იკარგება, ჩემი სული არ იკარგება და მე მჯერა რომ გიორგიც მიაგნებს მაგ გზას და გააცნობიერებს მაგას პერსონალური გამოცდილებით. რო ესე არ მე მომწევს ჩასვლა, აი რომ ჩავყავარ შმაგებს, რომ ამოხედა ფლოსტებით რო დგახარ თეთრებში, აი ხო გეუნებოდი. ხო და ეგ რო არ მოგიწიოს მაგამდე მე ეგ უკვე ძალიან გვიანია, მე სიკვდილის მერე რო შენ შეიგრძნობ რომ ალი რო ამოდის დაბლნა და უკვე მაგალ ტემპერატურა პარნოი რო გეწყება და იმ წინას კი არა წინის ზაფხულს რო გაიღვიძე დილით და კონდიციონერს რო ვაყენებ და წყალი რო დალიე დამიჯერე პირველად დავლე წყალი ხო და იქ წყალს არავინ დაგალევინებს ხო და იქ წყალს არავინ დაგალევინებს ამიტომ უსურებ და აი შემაჯამებელი სიტყვა თქვი და დავასრულოთ დღევანდელი პოდკასტი და ფიქრობ ეს მშელობა იყოს გულწრფელის პოდკასტი რა არის რა ეს არ არის რაღაცა შენ ხარ მართალი ბიჭო მე არ არის რა დავცალეთ გული რაც იყო დასაცლელი რა მე ვფიქრობ რომ ძალიან ნაყოფიერი და ინსპირაციული იქნება თქვენთვის რომ აგერ კაცმა ერთი ეპისტოლე არ დაუწერია მაგრამ მე ქრისტიანობა ყველანაირად აღწერა სხვადასხვანაირი შესაძლებლობებით ეს იმას ნიშნავს რომ კოდი მასშიც იგივეა რაც ჩემში და ეს კოდი უნივერსალურია და ეს არის ღმერთის ხელწერა ადამიანში რა რომ უბრალოდ მე დანარჩენ შენზეა დამოკიდებული როდის მიხვალ და დიდ საქმეებს ღმერთის სახელით როგორ გააკეთებ ამას გისურვებ და დანარჩენი შენიცია ძალიან მიყვარხართ ხალხო ყველან ძალიან და არ გეწყნოთ რომ იშვიათად გეცხადებით ეს აი მიზეზი ერთი რამე კარგად გაითვალისწინეთ ხალხო ამ მიზილი არის სერიოზული პრობლემა რა მე მართლა სერიოზულად ვამბობ რომ მეცნიერთა კომისია უნდა შევქონათ რომ ამის ძილი გამოიკვლინოთ თქვენ არიცით ანუ გიორგის თუ დაეძინა აი თქვენ არის შემას შეუძლია 30 საათი ეძინოს მართლა ანუ ესეთი კომენტარებში დაწერეთ ვინმე ძალიან დიდი ხანი მღვიძავს არა ერთ კომენტარებში დაწერეთ ვინმე თუ გახსენებათ ვისაც გიორგისავით პარანოიკული ძილი შეუძლია 30 ეს არის ადამიანი რომელსაც ერთი დღე აქვს ჩაყლაპული ხო საერთოდ ანუ ერთი დღე კალენდარში 16 საათი ანუ 36 საათი ეძინა ხალხო შაბათ საღამოს 6-ზე დავიძინე და ორშაბათს დილის 6-ზე გავიკვიძე ანუ კვირა დღეს კოდარი იყო ვაფშე კვირა დღე არ არსებობს ანუ კვირა დღეს ჯოჯოხეთში იყო წასვალი იქ ნახა და მოვიდა და მე რემიდომ დაიწყო ნელა შემოგვიდა 19 წელს ვიყავი ეგ რომ მოხდა ხო და ანუ აი მართლა გეუბნებით ჩემბრალი არ არის ხოლმე რომ იდება უბრალოდ აი გიორგის ხანძილი ხან ისე ხან რაღაცა ხან მერტმი შეჭრა მე რაღაცა იქ მე გეტყვით მე ჩვენი ოპერატორი ხანდახან საცოფშია ხანდახან მარტო მე მაბრალებენ მაგრამ ეგრე არ არის თორე წინა ორი კურსი შეგვეძლო და რაღაცა ხო უბრალოდ გაციებული იყო და მაგიტომ არ ჩავწერე და მეორე დღეს ჩამოვიდა ის იყო ფინალი ყვარას და მე თურმე აღარ ვიყავი გაცილებული თუმცა აღარ გადაიჭერე მაგრამ ეს რამ მაგრამ მიყვართ ხალხო და
არ გეწყინოთ რომ იშვიათად ვხვდებთ, ცოტა თავს განატრებთ რაღაც კუთხით და თან არ გვინდა მართლა რომ თავი მოგაბეზროთ რა. ხო. ეგეც არის და ის ერთ ისტორიას მოყვებით ზოგჯერ დღიურად მე აი ხო ვინც ჩვენი რეჟისორია იუჯის სკოლაში მუშაობს და ღონისძიებები როა და რაღაც მეც მივდივარ ხოლმე დღიურად ვმუშაობ ხოლმე იქ რა პროფესორად რა თქმა უნდა პროფესორია ნუ ზიდავთ ხოლმე მერხებს და რაღაცებს მუშად და წერენ მუშახა რა და გადადიხარ ცოტა ხნით ძალიან მაგარი სკოლა ძალიან მაგარი ხალხი და ეს ბიზნეს დაფინანსებული გეგონა და გადავდივარ იქ რა სპარში მე და ჩემი მეგობარი და ერთი ძალიან საყვარელი, ძალიან ლაღი გოგონა მეუბნება. შეიძლება თქვენთან ფოტოო და მე ხარ მომზადებელი რაღაც გათხრილი იქ რაღაც თქვენი რაღაცები ვიზიდეთ და მეთქი ვიღაც შეგეშლებით მეთქი რა და მე მითხრა რომ არა პოდკასტს უყურებ YouTube-ზე და რაღაც და აონც ყველაფერს არ მოყვებ ძალიან კრინჯი იყო ჩემ გამო ოღონდ რა უცებ რაღაც ისე მოულოდნელად სავქენი რა ანუ ხერხულად ვიგზავნე თავი რაღაცა რო არ გირგება ანუ რა ფოტო ჩემთან და ისე მოხდა რომ ვერ გადავიღე ფოტო მე უკვე იმ გოგომაც კი ბატონო და რაღაც და რა უთხარი ეგ არის საინტერესო ანუ ჩემო მეგობრებო ამ დღეს უნდა გადაგეღო და დააკომენტაროს თუ ესეც ნახა კომენტარებში უბრალოდ იმის თქმა უნდა რომ მეთქი უბრალოდ პოდკასტია თქო უბრალოდ ვლაპარაკობთ თქო რა ანუ ეს არაფერი არ არის რა თქმა უნდა ლექსურად მან რო შევხვდეს მეც გამიხარდება მაგრამ საქმე არის მაგრამ რაღაც ისეთი საქმეც არ არის ხა ბევრი ფული რო გვექნება და ძალიან მაგარ რაღაცებს რო დავასპონსორებთ და რაღაც ისეთ ბიზნესს რო ავაწყობ თქვათ რომელიც რაღაც განათლებას უფრო სახალისოს გახდის ბავშვებისთვის თუნდაც და რაღაც საგანმანათლებლო აპლიკაციას თუ დავამზადებ ნებისმიერ რამე რაც უფრო მართლა ფუნქციურად ღირებული იქნება მერე უფრო ვიგრძნობ რომ რაღაც ვაკეთებ და ეხლა უბრალოდ ვლაპარაკობ და არაფერი ფასი არ მაქვს თქვენ გარეშე იმიტომ რომ თქვენ იმიტომ გვიყურებთ რომ ჩვენთან დროის გატარება მოგწონთ იმიტომ რომ ერთნაირად ვფიქრობთ დავაზროვნებთ და ია შერიფ ერთიანად ვგრძნობთ თავს რა და ხო და კიდე დავამატებ ბოლოში იმას რომ ია შერიფ მე ვიბრძოლე ერთ როსო პოდკასტები დამეწყო ვიბრძოლე რომ ეს სეგმენტი შევგეკრა შევკარით და მომავალში უფრო კაი გეგმები გვაქვს და უფრო სახალისო გახდება ყველაფერი და ღმერთმა არ ვიცი მომავალში რა გვიწერია ღმერთმა იცის ხოლმე მაგრამ მე ერთი ვიცი რომ სანამ ჩვენ სოცხლები ვართ მაგამდე შიგევროპელები მაინც ვახსენე კიდე მეორედ შიგევროპელები NGO-ები არც პოლიტიკოსობა აღარ მინდა აღარ ერთადერთი შერიფი ვარ კაუბოი ვარ კეისარი ვარ და ეგენი უნდა გავტეხო შუაზე და თუ ღმერთს დავჭირდე პოლიტიკაში ამი ღმერთო მოგემსახურე მაგრამ აქამდე მე დაქირავებული ჯარისკაცი ვარ ღმერთის მიერ ხო და ღმერთი მიირიცხავს ფულს ემოდა ну თქვენს თუ გინდა დასპონსორება არა პრობლემა ღმერთმა მითხრა სხვა გრანტები შეგელია კაი ის იყოს მადლობა დიდი რომ მოგვისმინეთ გულსფელი საუბარი იყო ღმერთზე რაღაცები ვილაპარაკეთ რაღაცები შეიძლება გამოგჩან ბუნებრივი იყო თავიდან ბოლომდე გისურვებთ გულსფელობას გისურვებთ რომ რწმენაში იყო ძლიერები იკითხეთ სახარება იკითხეთ ბიბლია და ყველანი ვიქნებით კარგად თუ ჩვენ მორალურ არბიტრაჟად გამოვიყენებთ ყოველთვის ღმერთს რადგანაც ღმერთია სიყვარული და ღმერთია უნივერსალი რომელიც ედრება აბსოლუტურად ყველაფერს კარგი და სუდის კომპოზიციის არის და ჩვენი ხსნა არ ხსნაც მასეა დამოკიდებული ამიტომ გისურვებთ ქრისტეში ერთობას და გისურვებთ გადარჩენას ყველა ადამიანს და ასევე გისურვებთ რომ მოწამე გახდებოდეს მე დროებით